დღეს იდეაში კიდევ გვექნება ერთი გაკვეთილი CSS-ზე, ოღონდ განა ვისწავლით რაღაც ახალ ფიჩერებს, არამედ განვიხილავთ კიდევ ერთ ენას, ასე დავარქვათ ენას, რომელსაც ქვია SCSS-ი ან SAS-ი, ორი სახელი აქვს. რეალურად რა არის? ვითომ ცალკე ენა, თუმცა მუშაობს CSS-ზე, ანუ თავიდან ბოლომდე იგივე CSS-ია, უბრალოდ ამატებს რაღაცა ახალ ფუნქციონალს. ნუ თუნდაც ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ ეს არის CSS-ი სუპერძალებით. და საერთოდ რაში გვჭირდება ეგ ყველაფერი? კი, ანუ შეგიძლიათ პროექტი ააწყოთ CSS-ით, მაგრამ პროექტის ზრდასთან ერთად ზოგჯერ რთულდება CSS-ის წერა. მე მაგალითად იმდენად უკვე გადავეჩვიე vanilla CSS-ის გამოყენებას, რომ სულ ვიყენებ ყველა ჩემ პროექტში, თუ რაიმე requirement-ი არ მაქვს, რომ გამოვიყენო მაინც და მაინც CSS-ი, ვიყენებ სულ SCSS. თვითონ ეგენა ძალიან დიდი რაღაცა, ძალიან ბევრი ფუნქციონალი აქვს, მაგრამ რო გითხრათ, რომ ყველაფერს ხშირად გამოიყენებთ, მოგატყუებთ. სულ რამდენიმე კონცეპტი არის, რომელიც კარგად უნდა ისწავლოთ და დანარჩენი თუ დაგჭირდებათ, არის დოკუმენტაციაც, არის ხელოვნური ინტელექტიც, იმდენად იშვიათია მაგ ყველაფრის გამოყენება, რომ არა საჭირო მაგას მაგალითად დრო დაუთმოთ. ბოლოს ნახავთ, რომ უფრო გამარტივდება CSS-ის წერა, თან თქვენი, ასე ვთქვათ, რეზუმისთვისაც კარგია, რომ დაგემატებათ კიდევ ახალი სკილი. და მოდით განვიხილოთ საერთოდ რაშია პრობლემა. ჩავრთო ამას და უბრალოდ შევხედოთ ჩვეულებრივ CSS-ის კოდს, ხო? აი თუნდაც წიდა სემინარებიდან რომ რაღაცა ავიღოთ. ქონდა header-ში შეიძლება ყოფილიყო ან h1 ან რაღაცა სხვა div, span და ასე შემდეგ და როგორ ვიშველდით. ჩვეულებრივ nesting-ით ასე, ხო? header h1, header a. ამ შემთხვევაში ახლა ორი ელემენტია. წარმოიდგინეთ, რომ ბევრი ასეთი ელემენტის მორიშვლა გვიდა. მაგალითად, კიდევ header, რაღაცა span-ი, მანდ button-ი და ასე შემდეგ. უაზროდ მოგვიწევს რაღაცა ამ header-ის ან წინ რაღაცა კიდე სხვა კლასების მიწერა. ეს CSS-ით ეგ ყველაფერი გამოსწორდება. ძალიან გავს მისი სინტაქსი, ჩადგმული მასივების სინტაქსიც JavaScript-ში ქონდა. რეალურად რა არის? ნახეთ, headers-ს გახსნით, ჩვეულებრივად შეგიძლიათ მასში ჩაწეროთ სტილები, არაფერი ახალი აქ არ არის. ოღონდ შიგნითაც კიდევ ხსნით რაღაც tags. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს tag-ი, შეიძლება იყოს კლასიც, ID-ც და ასე შემდეგ. ახლა ეს არის ერთი და იგივე კოდი, თუმცა დარწმუნდებით, რომ ბევრად უფრო მოსახერხებელია და უკეთესია ამ ყველაფრის წერა. ნუ საბოლოოდ თვითონ ეს CSS-ი ამ ყველაფრის გარდაქმნის CSS-ად და რატომ? ბრაუზერს არ შეუძლია ამ SCSS-ის კოდის წაკითხვა, ყველა ვარიანტში სჭირდება CSS-ი, ამიტომ გვაქვს რაღაცა კომპაილერი და ეს კომპაილერი რა შეუება? იღებს CSS-ის კოდს და გარდაქმნის მაგას SCSS-ის კოდს, გარდაქმნის მაგას CSS-ის კოდად. ნუ აი ამას რო შევხედოთ, ეს იყო ჩვენი დაწერილი, ესეც კიდე ბრაუზერ თვითონ კომპაილერმა დაწერა. კომპაილერი ზოგადად იმითაა კარგი, რომ ნაკლებ ხასად წერს, აი მაგას ზედმეტი სპეისინგები და ეს დაშორებები არ სჭირდება. კიდევ მაგალითად ის ზოგი ისეთი CSS-ის property არის, რომ Firefox-ისთვის სხვანაირად უნდა გაიწეროს, Chrome-ისთვის სხვანაირად, Safari-ისთვის სხვანაირად და ასე შემდეგ. და ხშირ შემთხვევაში ჩვენით ხელით გვიწევს ამ ყველაფრის წერა, მაგრამ მე მაგალითად თუ ეს SCSS-ში დავწერ მხოლოდ დავუშვათ Firefox-ის სინტაქსს, ხო? თვითონ ის კომპაილერი მიუწერს სხვა ბრაუზერების სინტაქსსაც. ნუ ჯამ შეხედავთ, რომ კარგი ხელსაწყო არის. სანამ ახლა ამ თემაზე გადავალთ, მოდი დავამატოთ ახლა ჩვენ პროექტში SCSS-ი, ისევ შეგიძლიათ ლოკალურად დააყენოთ კომპაილერი, მაგრამ ყველაზე მარტივი ვარიანტი იქნება თუ გადახვალთ VS Code-ების extension-ში და უბრალოდ ჩაწერთ SAS ან SCSS და აქ ჩვენ გვინდა live SAS კომპაილერი. ჩავრთოთ ან დავაყენოთ, მე უკვე დაყენებული მქონდა, უბრალოდ გათიშული იყო და შეიძლება თავიდან არ გამოჩნდეს. ამიტომ გადაარესტარტოთ თქვენი VS Code და აქეთ დაბლა უნდა გამოჩნდეს ერთი ღილაკი.
აჰა უყურეთ. მე შევქმნი სტილებს, ოღონდ შევქმნი არა CSS, არამედ SCSS. თუ დააგვირდებით, სხვა ლოგოც ექნება. ეგ არის, ეს CSS-ის ლოგო. ახლა აქ ჩავწეროთ, ჩვეულებრივ რაღაც CSS-ი, მაგალითად შევქნათ რაღაც box-ი, არა აქვს ამას მნიშვნელობა. რაღაც ჩავწეროთ. ასე. დავწეროთ, რომ box-ის ვიცი იყოს მაგალითად 50 remi, height-იც 50 remi და background color-იც იყოს რაღაცა წითელი. ჯერ ეგ ყველაფერი არ იმუშავებს, იმიტომ რომ უნდა შემოვიღოთ სტილები, ხო? კარგი, აქ head tag-ში დავდგები და დავწერე ასე. link SCSS. ოღონდ ისევ აქ რო აი ეს ჩვენი ახალი ფაილი მივუთითო შექმნილი და დავარეფრეშო. არაფერი არ მოხდება. გჭირდება ისევ CSS-ად გარდაქმნა. ამიტომ აქ დავაწვევი watch sas და რას იზავს რეალურად. გაიხსნება ეს ტერმინალი, მეტი აღარ გჭირდებათ. გათიშეთ ეგ. რა ფაილიც გექნებათ აი ეს წერტილი SCSS გაფართოებით, შექმნის იგივე სახელით CSS-ის ფაილს, ოღონდ უკვე CSS-ის კოდით და რა თქმა უნდა CSS-ის გაფართოებით. ახლა არაფერი ისეთი არ მიწერია, მაგიტომაც ვხედავ იგივე კოდს, მაგრამ რომ მიცოდეთ და სულ უყურებს. ანუ როგორც კი დავასეივებ ეს CSS-ის ფაილს, ხო? ეს CSS-იც შეიცვლება. ამიტომ ამას ერთსამი დროებით გავთიშავ და აქ მივუთითებ არა SCSS, არამედ CSS და კი ბატონო ჩვეულებრივად მუშაობს. ეს მაპი რაც შეიქმნა არ შეიმჩნევთ, ეგ მერე დაგჭირდება დებაგინგისთვის, ამიტომ ჩასვათ არც არსებობს ეგ. ახლა რა ვქნათ, ჩვეულებრივი რაღაცა კოდი დავწეროთ, ახლა ის რაც ნახეთ nesting-ით, დავუშვათ div-ის შიგნით არის რაღაცა span-ი, ხო? ესეც შიგნით ჩავუსვათ, ასე. და ადრე როგორ დავწერდით, რომ რაღაცა box-ი span-ი, ხო? მაგრამ არ გვინდა ახლა ამის წერა. უბრალოდ დავდგებით შიგნით, მოვნიშნავ ასე span-ს და დავუწერო მაგალითად color-ი, ანუ ტექსტის ფერი იყოს თეთრი, white-ი და font size-იც მოდით გავზარდოთ. იყოს დავუშვათ 3 remi. ჩვეულებრივად მუშაობს, ეს ტერმინალი კიდევ გამოჩნდა. აქ ისე აჩვენებს თუ რამე შეცდომა გაქვთ, ხო, წითლად დაწერს და კონკრეტულად მიგითითებ თუ რომელ line-ზე გაქვთ შეცდომა, მაგრამ ახლა რადგან არ გვაქვს შეცდომა, ჩვეულებრივად აჩვენებს. გადავიდეთ ისევ CSS-ის ფაილში და ნახეთ რა ქნა, box-ი შექმნა და კიდევ შექმნა ასე box span-ი. აბა მითხარით, ეგ თუ გასაგებია. თუ რამე ჩასწორება მოგვივიდა CSS-იდან ეს CSS-ზე. შეგვიძლია არა ნახე შენ თუ მარტო CSS შეცვლი და მე ამას შეცვლი ეს თავიდან დააკომპაილირებს და შენი აი აქ ჩასწორებული CSS-ის ფაილში დაიკარგება. ამიტომ თუ მაგალითად SAS-ით მუშაობ, აი დაივიწყე ეს ფაილი, ყველაფერი აქ აკეთე და აღარ შეხედო ამას. ოკეი. გადავიდეთ ახლა აქაც. ზოგადად ეს CSS-ი არის ორი ტიპის. მოდით ერთი გავოდიდოთ ეგ. ორი ტიპის, ერთი არის რაც ახლა ჩვენ გავიხილეთ, SCSS-ი და მეორე არის SAS-ი. და როგორი რაღაცა, განსხვავება არის მხოლოდ მაგათ სინტაქსში. SCSS-ს რო დავაკვირდეთ, ჩვეულებრივ CSS-ი არაფრის ახლის სწავლა არ გიწევთ, გვაქვს ფიგურული ეს ფრჩხილები და შიგნით ყველაფერს ჩვეულებრივად წერდეთ და თითოეული სტრიქონი მთავრდება წერტილმძიმეთი. მაგრამ SAS-ი ცოტა სხვანაირია, ამას აღარ უნდა ფიგურული ფრჩხილები. ეს nesting-ი განისაზღვრება დაშორებით, ანუ აი ამ ტაბით. რაც ცოტა არაკომფორტულია ამ ყველაფრის კონტროლი, იმიტომ რომ შეიძლება შემთხვევით აი ეს height-ი დაწეროთ აი ამ header-ის ქვემოთ და მაგის გამო იქნება შეცდომა. თან წერტილმძიმეებიც არ უნდა, ცოტა წასაკითხა და რთულია, უფრო პითოს გავს. ამიტომ უბრალოდ იცოდეთ, რომ SAS-ი არსებობს, შეიძლება ვიღაცა მაგას იყენებს, მაგრამ ჩვენ ძირითადად გვჭირდება ეს CSS-ი. აი ამ კომპაილერის გარდა რაც ვნახეთ და extension-ის VS Code-ის გარდა, თვითონ framework-ებსაც აქვთ SAS-ის support-ი, აი თუნდაც მე რო ვქნი Angular-ის პროექტს, ხო? Angular-ს და React-ს და Node-ს და ასე შემდეგ, მე განიხილავთ. იქ თავიდანვე გეკითხებიან, მაგალითად, რომელი სტილების გამოყენება გინდა, იქ CSS-ი, SCSS-ი და ასე შემდეგ.
ერთი nesting-ით არ არის აუცილებელი რომ შემოვიფარგლოთ, შეიძლება ასეთი რაღაცა გქონდეს საერთოდ, მაცა ეს გავუწიოთ ასე. შეიძლება იყოს ასე span-ის შიგნით იყოს რაღაცა a და ასე და ასე შემდეგ. თუმცა შეიძლება წასაკითხოთ ეგ ყველაფერი მარტივია, მაგრამ CSS რო შევხედოთ, ნუ ახლა არაფერი ჯერ არ წერია, მაგიტომ ესე დავუშვათ იყოს რაღაცა text decoration none რო დავწეროთ. CSS-ისთვის ეს იქნება კატასტროფა, იმიტომ რომ წონები ხო მაინც ითვლება. მე რომ მომიდეს აი ჩვეულებრივად უკვე 100 შეცვლა დაბლა, ხო? ვეღარ შევცვლი, იმიტომ რომ აქ ამისი წონა იყო 10, ამისი 1, ამისიც 1, ხო გავარჩიეთ ყველაფერი იქნება 12, ამისი წონა კიდევ 1-ია და მაგიტომ აღარ შეიცვლება ეგ. ამიტომ ჩათვალეთ რომ ოქროს წესი არის ეგეთი რომ მაქსიმუმ შემოიფარგლოთ 3 ასეთი nesting-ით. აი აგ რო წერია 4, 5 და მეტი, ეგეთი რაღაცა არ ქნათ, საშინელ კოდს მიიღებთ და მერე მაგისი დებაგინგიც, ნუ გაგიჭირდებათ. ამის გარდა რა გვაქვს ასევე ეს CSS-ში დავუშვათ, აი აქ გვაქვს რაღაცა span-ი, კი ბატონო, ეს არ გვინდა. და თუ გახსოვთ ერთ-ერთ სემინარზე თუ ლექციაზე გავარჩიეთ hover-ი, რომ აი ეს ელემენტის გადატარებაზე შეგვეძლო მაგალითად სტილების შეცვლა, ხო? ნუ ამას როგორ ვიზავდით? აი ეს span hover და დავწერთ ასე color-ი მაგალითად გახდეს blue და ნუ კურსორიც შეიცვალოს, კარგია, ესე კურსორიც იყოს. pointer-ი? ხო, pointer-ი იყოს. დავასეივოთ, აქ transition-საც მაინც დავუწერ. გვიდა რომ smooth-ად ხო შეიცვალოს ფერი, რაცა 0.2 წამში დავასეივებ და კი ბატონო ეგ იცვლება. თუმცა სასით უკეთესად შეგვიძლია დავწეროთ parent selector-ით. ნახეთ როგორ ისევ დავდგები span-ის შიგნით და ეს სიმბოლო ნიშნავს მშობელს. ანუ აქ რო ვდგავარ, ეგ იგივეა რაც თვითონ span-ი. აქ რომ დამეწერა ეს სიმბოლო, ხო? მაშინ მაგის მშობელი გამოვიდო და box-ი. და ნახეთ, მოდი აი ეს დროებით დავაკომენტაროთ, დავასეივოთ. ეგ hover-ი იმუშავებს არა span-ზე, არამედ ესე დავასეივოთ, ნუ გაქვს color მიწერია, background-ი რო დავწეროთ, ახლა იმუშავებს. background color-ი, background color-ი იმუშავებს უკვე თვითონ აი ამ box-ზე. ამიტომ არ აგერიოთ. ცალკე არ დაწეროთ. თუ გინდათ რაღაცა ესეთი hover ეფექტი მისცეთ span-ზე, რაღაც ცალკე დაწეროთ, აიღეთ და აქვე თვითონ span-ის შიგნით მიუწერეთ. მაგალითად, ეგ იყოს უკვე color-ი. და ახლა მხოლოდ ამის გადატარებაზე იმუშავებს. ნუ კიდე იცით რა შემთხვევაში ვიყენებთ მშობლის სელექტორს. მაგალითად, თუ გვაქვს აქ box-ი და box-ის შიგნით არის, დავუშვათ box left-ი და მერე გვაქვს box right-ი. ხო? მე შემიძლია დავდგე და დავწერ რომ box-ი კი ბატონო და მოვნიშნო box-left-ი და მოინიშნება კიდევ რაღაცა ახალი კლასი. ანუ ეს იგივეა რაც მშობელი და CSS-შიც, ნუ აი მაგალითად რა ვიცი რომ დავწეროთ background green მაგალითად. აი აქაც შეიძლება, აი დაიწერა box left-ი და span-ის hover-იც, რაც მშობელიც ქონდა, ყველაფერი გადმოიტანა და ბოლოს hover-ი მიუწერა. ეს წასაკითხა ცოტა რთულია, აქ რო ვუყურებთ, თითქოს ყველაფერი ლოგიკურია. აი span-ი გვაქვს, აქვე უწერია hover-ი, რაღაცა box-ი გვაქვს, box left-ი და ასე და ასე შემდეგ, ოღონდ ისევ დაიმახსოვრეთ, რომ ძალიან ბევრი ელემენტი აქ არ მონიშნოთ. აბა იგეც მითხარით თუ გასაგებია? ოკეი. კარგი, გადავიდეთ ახლა შემდეგზე. ხო, ახლა ცოტა ხანი შევეშვათ CSS, დაუბრუნდებით ამას ცოტა ხანში. CSS-დან მინდა გასწავლოთ ცვლადები. მოდი ისე პრეზენტზე გავუშვებ. აი თუნდაც წინა სემინარის კოდს რო შევხედათ, ხო? ნახეთ, რაღაცა ფერები და რაღაცა სტილები ხშირად მეორდებიან. აი თუნდაც დავუშვათ თქვენ აწყობთ რაიმე webguard-ს. მაგ webguard-ს დიდი ალბათობით ექნება ძირითადი color-ი, ანუ primary color-ი, ექნება მეორე ხარისხოვანი secondary color-ი, ტექსტის ფერიც და ასე შემდეგ. ნუ ჩვენ რა ვქენით სემინარზე რა და ავიღეთ ამას მივიცით რაღაცა ფერი,
მერე აქ რო დავდექით, ეგ ფერი გადმოვაკოპირეთ, აქაც და ასე შემდეგ და დავუშვათ აი ესაა ამისი კოდი და აქ ერთხელ დაიწერა primary color-ი, აქაც სადღაცას აქაც დაიწერა, secondary-ს გვაქვს და ასე შემდეგ. მიეცით თქვენ კლიენტს თქვენი ნამუშევარი, მაგრამ უცებ კლიენტმა თქვა ეგეთი რაღაცა, რომ მე არ მომწონს ეს ფერები, მოდი შევცვალოთ. რისი გაკეთება მოგიწევთ? რისი და დავუშვათ 30 ადგილას თუ გიწერიათ, 30-ვე ადგილას მიუბრუნდეთ და შეცვალოთ ეგ ყველაფერი, რაც სწორი არაა, დროსაც წაიღებს და არ დაწერთ ეგეთი კოდი. ამისთვისაც CSS-ში გვაქვს ცვლადები. და როგორ მუშაობენ ეგ ყველაფერი? მოდი ნახოთ ახლა. ეგ CSS-ში თუ SCSS-ში არ განსხვავდება, იგივენაირად იწერება, ამიტომ ისევ SCSS-ში გავაგრძელებ. ნახეთ, ჩვენ ხო გქონდა ეგეთი სელექტორები, როგორიცაა body, მერე body ზემოთ ვნახეთ, რომ კიდევ დგას HTML-ი. HTML-ის ზემოთაც დგას ასეთი რაღაცა ორ წერტილი root. ყველაფერს მოიაზრებს ამაში და აქ ვქნით ჩვენ ცვლადებს. როგორ იქნება ცვლადი? მიუწერეთ აი რა სახელიც გინდეთ, მაგალითად primary color, ოღონდ space-ის გარეშე, ნუ space თუ დაწერთ, უკვე ვეღარ მიხვდება რა არის. ან ტირეთი დაწერთ, ან ქვედა ტირეთი, ან მეორე სიტყვა დიდი ასოთი და ასე შემდეგ. ეგ უკვე იცით. დავწერთ ჩვეულებრივად ასე და იმისათვის რომ ეს გამოვაცხადოთ ცვლადად, წინ მიუწერეთ ორი ტირე. ანუ ეს არის ცვლადი. აქვე შეგვიძლია მივცეთ რაიმე მნიშვნელობა, თუნდაც ეგ იყოს რა. მაგალითად წითელი ფერი, ხო? ახლა აქ რა მქონდა? მოდით ესენი წავშალოთ. იყოს რაღაცა box 1, მერე დაბლა იყოს box 2, 3, საერთო ერთი კლასი გქონდეთ box-ი. ან მოდით იცით როგორ ვქნათ, ბარემ SCSS-საც ხო ვიყენებთ. ასე დავწერთ, box-ი იყოს, box ასე $-ით, ხო, წინაზე იმეთიც ხო გავიარეთ. და იყოს ეგეთიც 3 ცალი. აჰა, всё. ერთი საერთო კლასი აქვს რაღაც სტილებისთვის და მე კონკრეტულად რაღაც ID-ებს მივცევთ რა ამას. მაგალითად, ახლა მოვნიშნოთ box-ი. მე შეგვიძლია box 1 და box 2-იც ასე მოვნიშნოთ, ხო, აი ესე, უბრალოდ. ანუ აქ ეს ნიშანი შეიძლება box-ი და თითოეულ მაგაცად მივცეთ კლასებს და სტილებს. მოდი აქ კიდევ ერთი h1 იყოს რაღაცა hello და იყოს კიდე ერთი პარაგრაფი რაღაცა world და როგორ დავწეროთ ახლა. თუნდაც ამ box-ებს რომ მივცეთ background color-ი და იმისათვის რომ ეს ცვლადი გამოვიძახოთ, ნახეთ როგორ წერთ var, ანუ variable ცვლადი და უკვე ამოგვიგდებს ჩვენი შექმნილი ცვლადების სიას. აქ რო უფრო მეტი ცვლადი ყოფილიყო, აქაც რა თქმა უნდა ლისტი უფრო დიდი იქნებოდა. ნუ იდეაში არ გვინდოდა ამდენი box-ი შექმნა, უბრალოდ ჩვენება მინდოდა ის, ამიტომ ეგ არ გვინდა. აქ იყოს რაღაცა, ვიცი, hello CSS, არა აქ ამას მნიშვნელობა. და როგორ დავწერთ? ამისი background color კი ბატონო, ეგ იყოს. მერე h1-ისა და პარაგრაფის color-იც იყოს მაგალითად primary color-ი. დავასეივოთ, ვნახავთ რომ ყველას ეგ ფერი მიეცა, მაგრამ თუ მომიდება შეცვლა და ერთ ადგილას მხოლოდ შევცვლი ამას, ყველგან ყველაფერი შეიცვლება. გასაგებია ხო, რითაა კარგი ეგ ყველაფერი? რეალურად არა მარტო ასე ფერების მინიჭება შეგვიძლია. შეგვიძლია დავწერთ მაგალითად width ასე width 20 რემი და მაგალითად რამე ყუთებისთვის თუ მომიდება მაგისი გამოყენება, კი ბატონო მივანიჭებ. მე პირადად რა ვშვები ხშირად იცით, რაღაცა ბორდერი მაქვს, მაგალითად პროექტში, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებ. მე ვდგები და ესე ვწერ border მაგალითად როგორ დავწერთ medium-ი ან სისქი თუ ან რამე ან basic რაღაცა ესე და შეგიძლიათ დაწერთ ასე basic არასწორად მიწე basic ასე 3 პიქსელი solid დავუშვათ და ისევ აქვე შემიძლია ეს ფერი დავუშვათ გამოვიყენო ასე ვარ მაგალითად ვარ და აქ რო დავწეროთ primary color-ი ხო? ოღონდ რატომ 22 ვარი და ეწერა არ ვიცი რატომ primary color ხო რატომ გაც ორს წერს ნუ არ აქვს ამას მნიშვნელობა დავწერთ თუნდაც წითელი რო იყოს თან ორივე მწვანეა და არ გამოჩნდება ეს ასე და დავუშვათ აი აქ ბორდერს დავუწეროთ ბორდერი ასე border
რომ დავასეივოთ, თუ გამოჩნდა ეგ ყველაფერი არ ვიცი. border basic-ი ქვია მას. Basic. ხო, ერთი ისა აქვს ცუდი, რომ თუ არასწორ ცვლადის სახელს მიუთითებთ, მაგ შესწრომას თვითონ ვერ ხედავს. ეგ CSS-ის ბრალია და მოგიწევთ ესე გარკვევა. ამიტომ ყოველთვის სწორედ გადმოაკოპირეთ სახელი. დადგა აქ წითელი ბორდერიც, სხვაგანაც თუ მოუმინდება, სხვაგანაც მაგას გამოვიყენებ, შეიძლება მქონდეს აქ ბორდერის 5 სახეობა, მერე ვიცების კიდე მრავალი მაგალითი, primary color-ის გარდა მექნება secondary color-ი, text color-ი, background color-ი, მაგალითად text secondary, ტექსტის ზომებით შემიძლია დავწეროთ და ასე შემდეგ, რომ ჯამში ერთნაირი სტრუქტურა მივიღოთ. აი, ისევ ამ კოდს რო გადავხედოთ, ხო? ცვლადებით იქნება ასე, ორი რაღაცა ცვლადი შეიქმნება და მერე ამ ყველაფერს ჩვეულებრივად დაბლაც გამოვიყენებ. აბა მითხარით ეს თუ გასაგებია. ცვლადები ზოგადად ხშირად დაგჭირდებათ გამოიყენეთ. მე იცით როგორი რაღაცა, რამე პროექტს რო აიღებთ ან რამე კომპანიაში, როცა დაიწყებთ მუშაობას, მაგათ უკვე ექნებათ შექმნილი ეს ძირითადი ცვლადები, მათი primary color-ი, secondary და ასე შემდეგ და მე უბრალოდ მოგიწევთ ამ ყველაფრის გამოყენება. კიდევ ერთი სინტაქსი უცებ გეტყვით აი ვარებზე, ისა რომ მაგალითად აქ თუ წერთ აი ესეთ primary-ს და primary არაა შექმნილი, ხო? და ესე შეცდომა რო არ მოგივიდეთ და ცარიელი დარჩეს, შეგიძლიათ როგორც აი backup სტილი მიუწეროთ, მაგალითად წითელი. ანუ რო არ შექმნა, მოდი წითელი კი არა, purple დავწეროთ. purple. ახლა იასამნისფერი გახდა. რატომ? იმიტომ რომ primary არ მაქვს შექმნილი და უბრალოდ რაღაცა default ფერი რო არ მიეცეს, ან საერთოდ რო არაფერი არ მიეცეს, რაღაცა ესე backup-ი ეძლევა. კარგი. და ერთი გადავიხილოთ media query-ებიც, ახლა ისევ SCSS-ზე დავბრუნდები, ეგ უკვე SCSS-ის ფიჩერი არის და რა, აი წარმოიდგინეთ, რომ თუნდაც აი რო გავიხსენოთ წინა ლექსიები, კარგი ეკრანი გავზარდეთ ან დავაპატარავეთ, დაბლა დავწერეთ დიდი media query და მაგ media query-ებში დავწერეთ აი ყველა სტილი, თუნდაც ეგ ყოფილიყო კონტეინერის, header-ის, მანდა ტექსტის ზომების ცვლილება, heading-ის ზომების ცვლილება, არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერს წერდით ერთ media query-ში. ოკეი, სწორია, ეგრე იწერება, მაგრამ ბევრი ისეთი ელემენტი იყო, რომელიც ძალიან ზემოთ ეწერა და ჩვენ აი ესე scroll-ვა გვიწევდა, რომ გვენახა მაგალითად media query-ში როგორ იცვლებოდა. და აი ეს scroll-ვა შეგვიძლია მოვაშოროთ ისევ CSS-ით. ნახეთ? როდესაც წერთ ისევ box და აი დავუშვათ, რომ box-ის background color-ი იყოს წითელი, ხო? ზედმეტები box-ის გარდა წავშალოთ. box და ლორე 1000 იყოს უბრალოდ, ხო? ასე. შეგვიძლია პირდაპირ box-ის შიგნით ჩავწეროთ media query, მაგალითად media ასე max width 600 პიქსელი და ნახეთ ადრე თუ ამ ყველაფრის მერე ჩვენ წერდით რაღაცა სტილებს, ხო და ჯერ სელექტორა ეს box და ასე შემდეგ. ახლა არ უნდა ეგ სელექტორები, რატომ? იმიტომ რომ უკვე აქ დგას. ამიტომ დაწერთ მაგალითად background color green და ახლა ნახოთ აბა როგორ იმუშავებს ეგ ყველაფერი. მოდი მინვიცი მივცეთ. მინვიცი და კი ბატონო, ანუ 600-ის მერე იქნება მწვანე, ან პირიქით თქვენი, ანუ ჯერ ტელეფონზე ჩანს წითლად და მერე 600 პიქსელი ზემოთ და ეს ზომა 600 პიქსელზე მეტია, გახდება მწვანე. ბევრად მარტივია ამ ყველაფრის დაწერა, უბრალოდ მინდა მოგცეთ ახლა ერთი რჩევა. თუ დავუშვათ 1000 პიქსელზე, აი დავუშვათ 1000 პიქსელზე, ძალიან ბევრი სტილი იცვლება. იმის მაგივრად რომ აი ესე ყველა ელემენტს მიუწეროთ ასე media query 1000 პიქსელზე, ჯობია რომ დადგეთ ძველი მეთოდით, აი ესე დაწეროთ media 1000 პიქსელი და ყველა სტილი ჩვეულებრივად ჩამოწეროთ. წასაკითხად და სტრუქტურის მხრივ ბევრად უკეთესი იქნება, იმიტომ რომ user-ები მარტივად მიხვდება, რომ 1000 პიქსელზე რაღაცა ძალიან დიდი ხდება. მაგრამ თუ დავუშვათ მხოლოდ ერთი სტილის შეცვლა გინდათ, ხო? ცალკე media query დაბლა რო არ უწეროთ, დაწერეთ ასე. CSS-ის კოდიც იქნება ასეთი, რომ box-ი და მერე media box-ი. ჩვეულებრივად მაგ ყველაფერს გადაწერს. ხვდებით ხო რა შემთხვევაში შეგვიძლია ეს media გამოვიყენოთ. და კიდე ერთი პრობლემა, რასაც აი ძალიან ხშირად ვაწყდებით, ვთქვი, რომ შეიძლება კონდეს ძალიან ბევრი ცვლადი. აი ამას რასაც უყურებთ ახლა, ეგ შეიძლება არაფერი არ იყოს.
უფრო მეტი იყოს. მე მაგალითად რაიმე პროექტს რო ვიწყებ, აი შეიძლება 100 ხაზამდე მხოლოდ რაღაც ცვლადების რაოდენობა მივიდეს. ამიტომ აი რო გქონდეთ დასაწყისში რაღაც 100 ცვლადი, მე სკროლოთ ასე და ასე შემდეგ, ზოგჯერ თალად კარგი არ არის. და რას ვეშვებით ამ დროს? რას და მაგალითად ცვლადებისთვის ვქმნით ცალკე SCSS-ის ფაილს. დავუშვოთ, აი ეგ დავდგები და დავწერ colors ან variables, რაც გინდათ. აი დავუშვოთ მარტო ფერებისთვისა colors SCSS. და აქ დავწერ, შევქმნი რაღაც ახალ ცვლადებს, მაგალითად root იყოს primary, მერე იყოს secondary, არ აქვს ამას მნიშვნელობა, არ ჩამოვწერ ამ ყველაფერს, ერთ წელს დავწერ მხოლოდ ეს red. და ბოლოს იცით რას ვიზავ? ძირითადი CSS-ის ფაილში, ანუ სადაც მომინდება ამ ყველაფრის შემოტანა, ხო, და მერე გამოყენება, დავდგები და დავწერ უბრალოდ ძაღლუკა use. ანუ ამით ვეუბნები შემოიტანე რაღაცა სხვა CSS-ის ფაილი. მიუთითება ესე ჩვეულებრივად ფაილს, როგორც მაგამდე ვუთითებდით. ნუ ეს არის colors SCSS. ახლა რაც ეწერება ამის შიგნით, თუნდაც ჩვეულებრივი კლასი რო იყოს, არ არის აუცილებელი რომ ცვლადი იყოს. შევძლებ აქეთ გამოყენებას და ჯამში უნდა მიიღოთ აი ესეთი კარგი სტრუქტურა, სადაც ფერების ფაილი ცალკე გაქვთ შემოტანილი და ზოგადად ცალკე გაქვთ გაწერილი ყველაფერი, ტიპოგრაფია, ანუ ჩვენი ფონტის სტილები, მაგალითად H1 რო ასე უნდა გამოიყურებოდეს სულ, H2 ასე და ასე შემდეგ. ცალკე წერია utilities არის ისეთი კომპონენტები და კლასები, რომლებიც აი ხშირად ხდება, მაგალითად ბორდერი, ქვემოთ, მომრგვალება და ასე შემდეგ. კარგია რომ ეგ ყველაფერი ცალკე გამოიტანოთ და მე ერთ ძირითად ფაილში შემოიტანოთ. ახლა აი ესეთ მარტივ პროექტებში, რასაც აი აქ ვაკეთებდით, რა თქმა უნდა ამას არ იზავთ. თუ ჯამში ძალიან პატარა CSS-ი ექნება, 200-300 ლაინი, არაფერი არ არის. ამდენ შეგიძლიათ ერთ ლაინად, ერთ ფაილში დატოვოთ ეგ ყველაფერი, მაგრამ იცოდეთ, რომ პროექტის ზრდასთან ერთად, ხო, კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს მე ცალ-ცალკე გაყოფთ. გასაგებია ეს ნაწილი? კი ბატონო, თვითონ SCSS-საც აქვს თავისი ცვლადები. მაგისი ცვლადები ცოტა სხვანაირად იწერებიან, არც root-ი არაფერი არ უნდა. უბრალოდ აი ეგ წერთ $-ის ნიშანს და მაგალითად primary color, ხო, ესე რომ დავწეროთ და პირდაპირ ასე red. და უკვე აქ აღარ დაწერთ ამ wars და ასე შემდეგ არც ის სტილები არ უნდა არაფერი. გამოიყენებთ ასე primary colors. უფრო მარტივია ამ ყველაფრის დაწერა. ნუ ახლა იტყვით რომელი გამოვიყენო, რეალურად პირველად რომ შეიქმნა ეს CSS-ი, მაგან შემოიტანა ცვლადები CSS-ში არ იყო და ვიყენებდით ამას. მე CSS-მაც რომ დაამატა ცვლადები, უკვე ძირითადად ამას ვიყენებთ. სემინარზე მე განვიხილავთ, რა შემთხვევაში გამოვიყენოთ ეს, რა შემთხვევაში ეგ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, თუ უბრალოდ CSS-ზე მუშაობთ, რა თქმა უნდა გჭირდებათ ეს root-ი და სტილების ჩამოწერა და ასე შემდეგ და თუ SCSS-საც ხმარობთ და სემინარზეც ვნახავთ მაგალითებს, მე გამოიყენეთ აი ამისი ცვლადები და აქაც სხვათა შორის მაგალითში მიწერია SCSS ცვლადები და თუ როგორც ხედავთ, მარტივია უფრო დასაწერად, არ უნდა ეს ტირები და რუთები და ასე შემდეგ. ისევ და ისევ განმეორდები, რომ SCSS-ი ძალიან დიდია, შეგიძლიათ აი გადახვიდეთ დოკუმენტაციაზე და წაიკითხოთ ეგ ყველაფერი, მაგრამ ჭირდება ეგ ყველაფერი აი ნაკლებად. მაპიც აქვს, ფორციკლიც აქვს, each loop-იც აქვს, ფუნქციონები, if-ები და ასე შემდეგ, მაგრამ აი არ დაგჭირდებათ. ძალიან იშვიათად თუ დაგჭირდებათ და დოკუმენტაცია ამ ყველაფერს იმდენად მარტივი აქვს, რომ გადახვიდეთ თქვენითაც, ხო? მარტივად ყველაფერს ისწავლეთ. ერთი რაღაცა მინდა გასწავლოთ კიდე media query-ებზე და აი ამ CSS-ის ცვლადებზე. ნახეთ, მოდით CSS-ის სტილზე გადავიდეთ, აი როგორც წერდით, ხო? ადრე როგორი რაღაცა იყო. დავუშვათ desktop-ისთვის ქონდა მიცემული, აი მოდით დავწეროთ ჯერ. ეს არ გვინდა, არც primary არც არაფერი არ გვინდა, დავუშვათ, დასაწყისში იყო რაღაცა desktop H1 font size-ი. დავუშვათ, იყო 4 რემი, ხო? და რას ვაკეთებდით, რომ desktop-ზე კი ბატონო H1 ზომა უნდა იყოს 4 რემი, მაგრამ მერე ვქმნიდით კიდევ ერთ ცვლადს, უშუალოდ tablet
h1 font size, ну იყოს დაუშვათ 2 რემი, ხო? და რას ვაკეთებდით, რომ box-ში, ну box-ი აღარ გვინდა h1 შევქნათ აქ. დავუბრუნოთ ყველაფერი უკან. დავუწეროთ h1 რაღაც პატარა ტექსტით. ასე. და ადრე ვწერდით, რომ h1-ის font size-ი უნდა იყოს desktop h1 font size-ი, ან მოდი ჯერ ტელეფონით ვქნათ, ხო? იყოს ასე ტაბლეტის და მე რო ზომას ვზრდიდით, ხო? მე ვდგებოდით და ვწერდით, რომ ამა და ამ ზომის მერე მოდი და font size-ი გახდეს ვარ ტაბლეტი აღარ ვიგინე desktop-ის h1 და კი ბატონო ეს მუშაობდა. ახლა რომ გავზარდ და დავაპატარო, ეგ ყველაფერი იმუშავებს, თუმცა მოდი აბა ერთი ვნახოთ. ასე, ამასაც უკან ჩავხსო. აი, მოდი 600 პიქსელი ძანა. აი, პირიქით. всё, აი ეგ მუშაობს. აქ არის თავიდან თუნდაც ერთი რემი რო დავუწერთ რო უკეთ ნახოთ. ჯერ პატარა არის, მერე რო ვზრდით, კი ბატონო, ტექსტიც იზრდება. ну, ჩვენ ნახეთ რამდენიმე ვარიანტი წინა სემინარზეც, რომ აქ რო გავდავდიოდით, სათითაოდ ყველაფერს padding-ს უცვლიდით და ასე შემდეგ. შეგიძლიათ აი ესე გამოიტანოთ ერთი ცვლადი და უბრალოდ ცვლადებით ცვალოთ ამ ყველაფრის ზომა, მაგრამ ამის უკეთესი ვარიანტი იქნება, ნახეთ, თუ უბრალოდ შევქმნით h1-ის font size და დაბლა აღარ დაწერთ h1-ს და არც აღარ მონიშნავთ კონკრეტულად ტაბლეტს, ნახეთ რას იზავთ, უბრალოდ მისცემთ font size რაღაც h1-ის font size და media query-ში შეცვლით არა h1-ის სტილებს, არამედ მხოლოდ თვითონ აი ამ ცვლას, მაგალითად, იწყვით, რომ ამისი h1 font size-ი უნდა გახდეს 1 რემი. ნახეთ, ცვლადი იგივე ხო დარჩა, არ შემიცვლია. მე უბრალოდ შევცვალე ცვლადის მნიშვნელობა, აი იგივეა, რაც JavaScript-ში რო წერდით, მაგალითად, let x-ი რო უდრის 10-ს და მე რაღაცა if რაღაცა, წერდით, რომ x-ი უდრის 3-ს. იგივეა ეგეც. რო აღარ შექმნათ უამრავი ცვლადი და თითოეული ზომისთვის ცალ-ცალკე რო არ დაწეროთ, უბრალოდ შეგიძლიათ შექმნათ ერთი ასეთი ცვლადი და media query-ით ცვალოთ მხოლოდ ცვლადების მნიშვნელობები. გასაგებია ეს? თუ არა და თავიდან ახსნი ამასაც. თავიდან შეიძლება რთული მოგეჩვენოთ ეგ ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა მიხვდებით ამას და შეეცადეთ უფრო ხშირად უბრალოდ გამოიყენოთ ცვლადები. CSS-ზე მეც აღარ მოვყვევი, გავჩერდეთ CSS-ზე, გავჩერდეთ. ზედმეტ ფაილებსაც წავშლი, ახლა არ გვინდა ეგ ყველაფერი, წავშალოთ. ასე და დროებით შევიშვათ ახლა ჩვენ CSS და დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ CSS. ну მე სხვა პროექტებში გამოვიყენებთ მაგას, მაგრამ ახლა არ მჭირდება ეგ. და რატომ? ზოგჯერ დიზაინის შექმნას, დიზაინის რას ვამბობ, ჩვეულებრივ ვებგვერდის სტრუქტურის შექმნას მიაქვს დრო. დაუშვათ თქვენი პროექტი ძირითადად შექმნილია JavaScript-ისთვის. უბრალოდ გინდათ რაღაცა მნიშვნელობები დაუშვათ აკრიფოთ ვებგვერდში, გაუშვათ HTTP response-ი, წამოიღოთ მონაცემები და გამოიტანოთ. უფრო გინდათ გამახვილოთ ყურადღება ფუნქციონალზე, ვიდრე CSS-ზე. თანაც არ გინდათ რომ აი ძალიან რაღაცა მახინჯი CSS-ი მიიღოთ ჯამში. ამ ყველაფრისთვის გვაქვს CSS-ის ფრეიმვორკები. ну ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის Bootstrap-ი. სანამ ახლა დავიწყებ Bootstrap-ის დეტალებზე საუბარს, უბრალოდ მინდა გაჩვენოთ ერთი მაგალითი. ნახეთ, ეს არის ჩვეულებრივი ბათანი, რომელსაც ვქმნით და Bootstrap-ს თუ გამოვიყენეთ, Bootstrap-ში უკვე არის წინასწარ მომზადებული რაღაცა ღილაკი. არა მარტო ღილაკი, ძალიან ბევრი რაღაცა ამაში. ეგ ღილაკი შეიძლება იყოს ასეთი, შეიძლება მხოლოდ ბორდერი ქონდეს, შეიძლება ცოტა ამოწეული იყოს და ბრტყელი, ასე და ასე შემდეგ. ანუ დიზაინი, რაღაცა წინასწარ შექმნილი დიზაინი აქვს და ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ეს დიზაინის ელემენტები, ასევე უკვე მზა კომპონენტები. მაგალითად, input-იც აქვს. ჩვენ რო შევქმნათ აი ჩვეულებრივი input-ი, აი უცებ განახებთ ამას. input-ი ასე, ხო? და შევხედოთ. ну რაღაცა საშინელება არის, ხო? არც სტილი არ აქვს, არაფერი არ აქვს, მაგრამ Bootstrap-ის ოფიციალურ გვერდზე თუ გადავალ და მე აი read docs მაგალითად მივცემ, ხო? აი აქ უცებ განახებთ ფორმებში სადღაცას უნდა იყოს
input-ი, ნახეთ როგორი input-ი აქვს, ცოტა სხვა დიზაინიც აქვს, მაგალითად, აქ შეგვიძლია გავაწითლოთ ეგ დიზაინი, როცა არასწორ მნიშვნელობებს წერთ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რაღაცა აქვს, რესპონსიულიც არის, თვითონ ანუ ისე შეგვიძლია გავწეროთ ვებგვერდის რესპონსიულობა, რომ CSS-ის ფაილში არ გადავიდეთ, ყველაფერი ვწეროთ მხოლოდ HTML-ში. ნუ ამისთვის არის, ცა, დავაპატაროთ ეგ. ჯერ არის mobile first-ი, ანუ ყველაფერს ასად დავწერთ, ჯერ ტელეფონისთვისა და მერე ისე უნდა მოვარგოთ, რომ დესკტოპზეც, ტაბლეტებზეც და ნოუთბუქებზეც კარგად გამოჩნდეს. ძალიან აჩქარებს კოდის წერას, იმიტომ რომ თითოეულ დეტალს თავიდან არ ვქნი და უკვე ვიღებ მზა კომპონენტებს. Consistency რას ნიშნავს, რომ აი თუნდაც ბათონი, input-ი, ფორმები და ასე შემდეგ bootstrap-ს აქვს დაწერილი ერთ სტილში. მე თუ შევქნი buttons, დიდი ალბათობით სხვა მისი ელემენტიც მაგ button-ის სტილში იქნება და რაღაც არეული დიზაინი არ მექნება, რაღაც ერთი სტრუქტურა მექნება. და იყენებს 12 სვეტიან გრიდებს, ეს სხვა გრიდია, წინაზე რაც გავარჩიეთ, ეგ არ არის, ბოლოს გადავალთ ამაზე და ამ ყველაფერს მე უკვე მიხვდებით. ახლა შეიძლება bootstrap-ს ადრე უფრო ხშირად იყენებდნენ ვიდრე დღეს ვებგვერდებს მაგით აწყობდნენ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ bootstrap-ს თუ ისწავლეთ, არაფერში არ გამოგადგებათ. მე შეიძლება დღეს აღარ ვიყენებ bootstrap-ს, ვიყენებ Angular Materials, Kendos და ასე შემდეგ, მაგრამ პრინციპი ამ CSS-ის framework-ებს აქვთ ერთი, უბრალოდ უნდა გაიგოთ, როგორ გამოიყენოთ უკვე ეს მზა ჩაშენებული ელემენტები და ძალიან მარტივია. პირველ რიგში უნდა შემოვიტანოთ bootstrap-ი ჩვენს პროექტში და სანამ შემოვიტანთ თვითონ bootstrap-ს, მინდა უბრალოდ გაჩვენოთ ერთი რაღაცა. რაღაცა დავწეროთ აი ესე hello bootstrap, უბრალოდ ასე. და რომ გადავიდე ახლა აი აქ inspect-ში, მოდი აი ასე გვერდით ჩავსვადე ყველაფერი, ნახო რომ ჯამში ჩემი HTML-ის ელემენტი არის ცარიელი და რატომ? ნუ რაღაცა ცვლადია აქ შექმნილი თავისი და ერთადერთი HTML-ს აქვს მიცემული display ბლოკი. ფონტიც დაიმახსოვრეთ და აქვს რაღაცა დაშორებებიც, ხო? ახლა როგორ შემოვიტანოთ ჯერ bootstrap-ი ჩვენს პროექტში. როგორ და დოკებში გადავალთ, იქნება introduction-ი და ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვარიანტი არის CDN-ის გამოყენება. CDN-ი რა არის? უბრალოდ სადღაცა სერვერებზე განთავსებული არის bootstrap-ის კოდი, რაღაც აი სტილები და ასე შემდეგ, უახლოეს სერვერიდან წამოვიღებთ მაგ ფაილს. მეტი არაფერი არ არის. ანუ ჩვენით ლოკალურად არ შევინახავთ ამ ყველაფერს, ინტერნეტიდან წამოვიღებთ ამ ყველაფერს. ამიტომ ნახეთ, link CSS დავწერ, ოღონდ აქ უკვე რაღაცა ამ ჩვენი ფოლდერის ფასს კი არ მიუთითებ, არამედ გადმოვაკოპირებ აი ამას, თუ გადმოვაკოპირებს ოღონდ და ჩავსვავ აქეთ. ანუ რეალურად რა არის? უბრალოდ მოგვაქვს გამზადებული ძალიან დიდი CSS-ის ფაილი. და ბოლოს გვინდა ასევე JavaScript-იც. ახლა რასაც ვიზავ, შემდეგ ლექციაზე, შემდეგ კვირას უკეთ განვიხილავთ, უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ ესე script tags გავხსნი და source მივცემ აი ამ links. რეალურად რა არის? ჩემს HTML-ის ფაილში შემოვიტანე JavaScript-ის რაღაცა ფაილი. რატომ ჩავსვი ბოლოში და რატომ არა სხვაგან, მაგას სხვა ლექციაზე გავურჩევ, უბრალოდ დაიმახსოვრეთ ეგ. ახლა რომც დავარეფრეშო, ნახეთ, root-ში უკვე ძალიან ბევრი ელემენტია დამატებული. ელემენტი არა, variable. და რომ გადავიდეთ, ნახე, BS ნიშნავს აი bootstrap, bootstrap blue, bootstrap indigo და ასე შემდეგ. თავისი ფერები შემოიტანა, კიდე დაბლა რომ გადავიდეთ, ნახეთ, კიდე რა success-ის, danger-ის და ასე შემდეგ. მათი ფერებიც დაემატნენ. ჯამში ძალიან ბევრია ახლა ყველა აქ არ ჩანს და იმასაც თუ დავაკვირდებით, ფონტიც შეიცვალა, იმიტომ რომ bootstrap-მა რაღაც თავისი ფონტი შემოიტანა, padding-იც გაანულა, margin-იც გაანულა, box sizing-იც წერია. ნუ თქვენ მაინც მიუთითეთ თქვენით აი ესე pip-კი ესე padding 0, margin 0 და box sizing border box. ეგ არ არის პრობლემა. ხო, ხედავ რაღაცები მაინც არ ქონდა ბოლომდე. შეიძლება თუ დეფოლტად 1 რემია მითითებული, ამას ქონდა 0.5 რემი მითითებული. ამიტომ მაინც მოვაშორეთ ეგენი. დააკვირდით, ჩემ HTML ფაილში მაქვს 2 CSS-ის ფაილი.
ორი არ არის რაღაცა ლიმიტი, შეიძლება 1000 გქონდეთ, ერთი არის შემოტანილი, ანუ bootstrap-ის სტილები, მეორე არის უკვე ჩემი სტილები. შემიძლია ასევე bootstrap-ი ლოკალურადაც დავაყენო. ნუ ლოკალურად რატომ აყენებენ მაგას? ხშირად ერთი უკეთესი მეთოდი არის და მეორე ისა, რომ შეგვიძლია მე სემინარზე ვნახავთ ამ ყველაფერს, რომ bootstrap-ის ფერების ან რაღაც სტილების ჩვენით ხელით შეცვლა. ისევ და ისევ მე ამ ყველაფერს უკეთ გავარჩევთ, მაგრამ ამისთვის უბრალოდ გახსენით ტერმინალი. დადიქით აქ ტერმინალში ჯერ დარწმუნდით რომ სწორ ფოლდერში დგახართ და უბრალოდ დაწერეთ npm install bootstrap. ცოტა ხანი დაელოდეთ და ეგ უკვე ნაწილი აღარ გვჭირდება ჩვენ. აქ შეიქმნება package.log.json-ის ფაილიც, სადღაცას აქ რომ გადავიდეთ dependency-ში. აი ნახეთ dependency-ში, ნახეთ რომ დაემატა bootstrap-ი. ანუ ჩვენ პროექტში უკვე bootstrap-ი არის ჩაშენებული და node მოდულებში წერია თვითონ ეგ bootstrap-ი. რომ ჩამოვშალოთ, აქ იქნება dist-ში იქნება CSS-ებიც და JavaScript-ებიც. რეალურად მასე მუშაობს. აქედან ეს 1000 ფაილი ჩვენ ჯერ არ გვჭირდება. ამიტომ რას ვიზავ? ამას ერთადაც უბრალოდ დავაკომენტარებ და link CSS-ში დავწერ. რას? ეგ არ მჭირდება. გადავიდეთ node მოდულებში, მერე bootstrap-ში, დავმალოთ. bootstrap-ში, bootstrap-ის მერე dist-ში, CSS-ში და აქედან გვინდა ჩვენ CSS min ფაილი, სადღაცას აქ უნდა იყოს. აი bootstrap წერტილი min წერტილი CSS. ერთხელ ჩაწერთ, რომ მეტი აღარ დაგჭირდებათ. შეიძლება ახლა რთული მოგეჩვენეთ, მაგრამ მე იმდენჯერ იზავთ ამ ყველაფერს, რომ აი დაიზებირებთ. უბრალოდ გჭირდებათ dist-ში, თუ CSS იძახებთ CSS-ი და min აუცილებლად min გაფართოება გქონდეს და CSS-ი და თუ JavaScript-ია, მაშინ JavaScript-ზე რაშვებით, ამას მოვაკოპირებ, წავშლი ამას. ისევ გადავდივართ node მოდულში, bootstrap-ში, dist-ში, უკვე JavaScript-ია, ხო? წერთ JavaScript-ს და აქ გვინდა min JavaScript. ნუ რომ დავასევო ერთი და იგივეა. რომელი მეთოდიც გინდათ გამოიყენეთ, მაგრამ უფრო ხშირად მოგიწევთ დააყენება და CDN-ს აღარ გამოიყენებთ. ამიტომ დაიმახსოვრეთ ეგ. ახლა გადავიდეთ და ნახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია bootstrap-ით. აი ძალიან ბევრი რაღაცის ყველაზე მარტივი იქნება ტიპოგრაფია. აით? აი შევქმნათ რაღაცა h1 ელემენტი, ნუ თუნდაც ეგ იყოს, ოკეი, არ აქვს მნიშვნელობა. გადმოვაკოპირებ, ჯერ იყოს h2, h3, h4, h5 და h6-იც. თუ გახსოვთ თქვით, რომ თუ ჩვენ ზომების შეცვლა გვინდა, ხო? მაშინ სტილებით შეცვალეთ. ეს h1, h2 ზომებისთვის არ გამოიყენებთ, მაგას აქვს სემანტიკური მნიშვნელობა, ხო? თუ რაღაცა ძირითადად ტაიტლი h1-ში უნდა იწეროს და თუ მეორე ხარისხოვანი კი ბატონო h2-ში დაწეროთ. ახლა როგორ მივცეთ კონკრეტული bootstrap-ის სტილები? როგორ და დავიგეთ და გამოვიძახოთ კლასები. bootstrap-ის სტილებს ვაძლევთ კლასებით. აი მაგალითად ამას რომ დავუწერო h1, ერთ-ერთი კლასი არის h1. რას ნიშნავს, რომ მიეცი არ აქვს მნიშვნელობა რა ელემენტს h1-ის სტილები. ანუ მაგისი დაშორებები, ტექსტის სისქე და ზომა. მაგრამ აი მაგალითად მე რო უბრალოდ p შევქნა მაგალითად ესე p შევქენი და მე კლას h1 მივცე, ეგ მთლად სწორი არ არის, იმიტომ რომ სემანტიკურად p-ს არ იქნება ის მნიშვნელობა რაც h1-ს აქვს, მაგრამ ნუ ასე ზომები შეგიძლიათ ცვალოთ. h1-ის გარდა ნახეთ რა გვაქვს font size 1. რო დავაკვირდით ახლა, მოდი აი აქ პარაგრაფი შევქნათ, უფრო უკეთ მიხვდებით. font size 1 რო დავუწერო და ესეც იყოს იგივე ტექსტით, ნახეთ. და ეს იყოს ისევ დავუწეროთ h1. უყურეთ, ეს ნამდვილი h1-ია, ამას აქვს h1-ის კლასი მიცემული და ამას აქვს მხოლოდ font size 1. და რა ეშვება? font size 1 უბრალოდ ზრდის h1-მდე, მაგრამ სხვა დანარჩენ სტილებს არ იღებს. არ აქვს იგივე სისქე, არ აქვს იგივე დაშორებები ელემენტებს შორის. ანუ მარტივად რომ დაიმახსოვროთ, გვაქვს ერთი ვარიანტი h1-დან h6-მდე რომ დავწეროთ და მივამსგავსოთ ნებისმიერი ელემენტი სხვა HTML-ის ელემენტს, რასაც პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან იშვიათად ვიყენებთ, მაგრამ როგორც ასეთი გვაქვს და ძირითადად ვიყენებთ აი font size 1-ს
და 6-მდე. ანუ უბრალოდ ზრდით ტექსტის ზომას აღარ გვიწევს CSS-ში რაღაცა ხელით მიწერა და არც იმ მსგავსებას სხვა რაღაცა ვარიანტებს. ეგ ერთი გავიგეთ. Font size, დავუშვათ 1 ყველაზე დიდია, 2 უფრო პატარაა, 6 ყველაზე პატარა იქნება. იყოს დავუშვათ 3. თუ გვინდა დავწეროთ რაღაცა ძალიან დიდი H1-ის ზომა, მივცეთ უბრალოდ H1-ის დიდი ზომა, ნახეთ, გვაქვს ასეთი რაღაცა display 1. ანუ display არის რაღაც აი ძალიან მნიშვნელოვანი heading-ი. როგორც ხედავთ, აი სხვა ელემენტებზე ბევრად დიდია, თუნდაც font size 1 რო დავწერო, რომელიც ყველაზე დიდია, მაზეც დიდია. რატომ? იმიტომ რომ ეს არ გამოიყენება უბრალოდ რაღაცა სტილებისთვის. რაღაცა ერთადერთი დიდი სათაური უნდა იყოს. თან რითაა ეგ კარგი, ნახეთ, რომ დავაპატარავო, ხო? მოდი ეს დავაპატარავოთ, ესეც დაბლა ჩაუშვოთ. აი ესეც პატარავდება. ანუ რესპონსიულიც არის ეგ ყველაფერი. თავიდან ვთქვათ, თუ გინდათ რაღაცა დიდი ტაიტლი დაწეროთ, გამოიყენეთ display 1, 2, 3, 4 და ასე შემდეგ, მაგრამ თუ უბრალოდ გინდათ ტექსტის ზომის გაზრდა, გამოიყენეთ font size 1-დან 6-მდე. მარტო ტექსტის ზომის შეცვლით არ უნდა შემოვიფარგლოთ, აქ არის ასევე text align center, მაგრამ მაგისი უფრო შემოკლებული ვარიანტი, რომ მთლიანად ყველაფერი ავწეროთ, text center. და ტექსტი შუაში დაჯდება. text center-ის გარდა არის end-იც, კიდევ ერთი შეგვიძლია აქვე დავუმატოთ, მაგალითად font weight-ი bold-ი, ეგეც შეიძლება და ასე და ასე შემდეგ. ახლა იტყვით, ამას რას დაიმახსოვრებს? თავიდან მეც მასე ვიყავი და ვერ ვიმახსოვრდი მაგ ყველაფერს და დაიმახსოვრე, რომ CSS-ის ფრეიმვორკები ისეთი რაღაცა არის, bootstrap-ის თუ არა სხვაც რომ გამოიყენოთ. ყოველთვის უნდა გქონდეთ გახსნილი მათი დოკუმენტაცია. და ყოველთვის ამათ ექნება search. უბრალოდ დასერჩეთ მაგალითად font size-ები. ან თქვენით ერთხელ დაყევით და უბრალოდ დაიმახსოვრეთ. მე რო ვსწავლობდი bootstrap-ს, აი სულ მქონდა გახსნილი. დღესაც სხვა UI library-ებსაც როცა ვიყენებ, მათი დამახსოვრება თავიდან ბოლომდე აი შეუძლებელია. შეიძლება გაგიჯდეთ ახლა თავში ამდენი წლის მერე, მაგრამ თავიდან რთულია. ამიტომ ინერვიულობთ იმაზე თუ ეგ ყველაფერი არ დაგამახსოვრდებათ. ამის გარდა ასევე გვაქვს აი text uppercase-ი, რომ დავწერო ახლა ყველაფერს uppercase-ში გადაიყვანს, capitalize-ები მარტო პირველ ასოებს გადაიყვანს, lower case-იც და ასე და ასე შემდეგ. კიდევ ერთი არის font style უნდა იყოს ერთი ძამით, font style italic წესით რაღაცა ასე უნდა იყოს. ხედავთ არ მახსოვდა ზუსტად, ამიტომ დავსერჩოთ ესე font style. აბა თუ ამოვაგდებს აქ კი ბატონო, აი ამოვაგდა font weight bolder უფრო სკელი რო იყოს და ერთ-ერთი არის, ნახეთ, font style italic. აი, font style italic დავასეივოთ და კი ბატონო, ეგ ტექსტის დახრილია. მოძებნეთ თქვენითაც სხვა პარამეტრები ამ ტექსტებზე, ივარჯიშეთ და მერე თქვენ უკვე მიხდებით რომელი კლასის სად უნდა გამოიყენოთ. შევხედოთ ასე ფერებსაც. Bootstrap-ს აქვს ჩაშენებული უკვე თავისი მზა ფერები. აი რო გადავიდეთ აქ color-ში. ნახეთ როგორ არის. ძირითადი რაღაცა სექცია ასე რომ ვთქვათ, არის body და body-ს აქ როგორ body color-ი, არის კიდე body color აი dark-ი და ასე შემდეგ. ჩვენ ყველაზე ხშირად ვიყენებთ primer-ის, ან ძირითად Bootstrap-ის ძირითად color-ს. ნახეთ, არის primary, არის primary subtile, ანუ ცოტა მაგისი მუქი ვარიანტი, ეგ border-ზე შეგვიძლია მივიცეთ, text-ზეც არის success-ი მწვანე, danger-ი წითელი, warning-ი ყვითელი, text secondary-ც არის, ტექსტის ფერი და ასე და ასე შემდეგ. უბრალოდ დაყევით ამ ყველაფერს და დაიმახსოვრეთ. მაგრამ როგორ გამოვიყენოთ, ხო? ძალიან მარტივად ნახეთ. მე რო დავწერო ხა text, დავუშვა danger ნახეთ რომ წითელი იყო. აი თუ ვერ ხედავთ ამას მოვაშორებ inspect საერთოდ გავთიშავ. ეს გახდა წითელი ფერის. მე რომ მეწერო აქ უკვე primer-ი ვნახეთ რომ ლურჯი ფერის არის. სემინარზე ვნახავთ თუ როგორ შეგვიძლია აი მაგალითად primer-ის მწვანეზე შეცვლა. დავუშვათ ჩვენი რაღაცა ვებგვერდის ან კომპანიის ძირითადი ფერი არის მწვანე, ხო? მაგასაც მე შევცვლით. მაგრამ ტექსტის, ანუ ფონტის ფერის ცვლილების გარდა შეგვიძლია ასევე შევცვალოთ, ეს კლასს რო დავწეროთ, ნახეთ, BG, ანუ
background color-ი და იყოს დაუშვათ danger. დავასეივებ და იქნება წითელი ფერის. ბორდერებზეც რო გადავალთ, მე ბორდერებსაც შევხედავთ. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, აი ძალიან მარტივია რაღაცა primary, თუ ტექსტის ფერი გინდა ტექსტი, თუ background-ი, background-ი. კარგით. ფერების გარდა ასე გვაქვს utilities. ეხლა რა არის? ძალიან ხშირად ვიყენებთ padding-ებს. padding-ი თან ისეთი რაღაცა, თუ არ მივაქცევთ რაიმე ყურადღებას, შეიძლება ერთი რაღაცა ერთ ადგილას იყოს დიდი დაშორება, მეორე ადგილას პატარა. კი, ანუ შეიძლება ესე საჭიროებდეს, მაგრამ ხშირად პროპორციული არა. ესეთი წესია მიღებული, მაგალითად, ყველაზე დიდი დაშორება უნდა იყოს, დავუშვათ 8 რემი, რაღაცა ქვემოთ უნდა იყოს უკვე მაგისი 9 4 რემი. ძალიან ბევრ მაგის თეორიას ნახავთ, მაგრამ იმის თქვა მინდა რომ ამას უნდა მივაქციოთ და რაღაცა ჯამში რაღაცა სტრუქტურა უნდა გვხვდებოდეს, რო აქ თუ 2-ია, სადღაცას კიდევ 2 უნდა გვხვდებოდეს და არა 2.2 მაგალითად და bootstraps მაგისი ზომებიც აქვს გაწერილი, ნახეთ? რო ჩავწერო ხა sizing, ხო? sizing-ი ჯერ ეგენი არ გვინდა. ნახოთ, აბა, მოდი აბა ესე ვნახოთ. padding-ი და აქ უნდა გქონდეს სადღაც. კი ბატონო, აქ padding-ის ზომები თუ მიცემულია, მოდი ჯერ ავიღოთ danger-ი და მაგაზე გავაკეთოთ. დაუშვათ მე მინდა ყველა მხრიდან მივცე რაღაცა padding-ი. უბრალოდ დავწერ ესე p, ანუ padding-ი, ტირე 1. და დავაკვირდები, კი ბატონო, რაღაცა მიეცა. padding 2, 3, 4 და 5. 0 ყველაფერს აშუებს და მაგ ზომებს ახლა საიდან იღებს? საიდან და ძირითადი padding-ი თუ არ ვცდები არის 1 რემი, padding 1 არის 1 გამრავლებული 0.25-ზე, ანუ 0.25 რემი, padding 2 არის 0.5, ანუ 9 1 რემის, padding 3 არის 1 რემი, პირდაპირ 1-1-ზე მრავლდება, 4 არის 1.25-ზე სადღაც ეგრე გამრავლებული და 5 არის თუ არ ვცდები 3-ზე გამრავლებული, მაგიტომაც რო დავაკვირდეთ. ახლა 4-სა და 5 შორის სხვაობას 4 პატარაა და მაგიტომაც 5 ძალიან დიდია. მაგრამ დავუშვათ, ბარემ გავცენტროთ, ლამაზი იქნება text center ესე დავწეროთ. ხო? მაგრამ მოვაშოროთ ახლა სხვა მაგალითისთვის ხელს შემიშლის. დავუშვათ მე მინდა კი ბატონო, ესე ცალ-ცალკე padding-ები მივცე. დავუშვათ მარცხნიდან და მარჯვნიდან იყოს padding 4, მაგრამ ზემოდან და ქვემოდან იყოს padding 2. ანუ როგორ წერდით, ხო გახსოვს padding inline და padding block-ი, ხო? აქ ცოტა სხვანაირადაა. აით? დაწერთ ასე რომ მაგალითად მარცხნიდან და მარჯვნიდან, ხო? padding x-ი, ანუ x ღერძზე იყოს 4, მაგრამ padding y-ი იყოს 2. და კი ბატონო, ეს 4-ია, ეს 2-ია. ნუ ეხლა 2 ძალიან პატარა არის, მაგიტომაც ვერ ვხედავთ. ნუ ეს 5 რო დავწერო, ნახავთ რომ მუშაობს. თუ ცალ-ცალკე გინდა ამ ყველაფრის მითითება, ხო? მანდ არის padding top-ი, მაგალითად, padding top-ი მაგას ნიშნავს, padding bottom-ი, padding start-ი და padding end-ი. left-ი და right-ი არ აქვს. და რატომ არ აქვს? იმიტომ რომ ზოგი ვებგვერდი თუნდაც არაბულ ენაზე თუ შევხედავთ, მან ხო პირიქით იწერება და მათთვის left-ი და right-ი ცოტა სხვანაირადაა. პირიქით, ამიტომაც უბრალოდ მარტივად დაწერეს, რომ start-ი არის მარცხენა, end-ი არის ბოლო. თუ padding-ი მუშაობს მასე, ანალოგიურად მუშაობს margin-იც. დავწეროთ ესე margin, დავუშვათ top-ი, დავაშოროთ ზემო ელემენტისგან 5-ით. თუ double-ითანაც გვინდათ მაგდენი დავაშოროთ, უბრალოდ margin y-ი და ჩვეულებრივად იმუშავებს. ეს იმდენად ხშირად გამოყენებადია, ყველაზე ხშირად მაგ კლასებს გამოიყენებთ. კარგი. padding-ის გარდა გვაქვს ასევე ვიცი. ვიცი შეგვიძლია მიუთითოთ პროცენტებად, მაგალითად ვიც 100% კი ბატონო იგივეა. გვაქვს ვიც 75%, 50, 25 ვიც ავტოც არის, თავისით რომ მე მიუთითოს, ავტო, ასე, ამ შემთხვევაში ახლა display block-ი რადგან არის, ბოლომდე შეიძლება მიეთითოს და ვიც 0 თუ გვინდა საერთოდ წავშალოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში იყოს დავუშვათ ვიც 50. როგორც ვიცი არის, ასევე height-იც ანალოგიურად მუშაობს, თუ დიდი კონტეინერი გაქვთ და შვილს თუ გაუწერეთ height h, ანუ h 100%, მაშინ ბოლომდე გაწედებს მაგას. კიდე რა გვაქვს? Shadows. გახსოვთ ხო რომ წინა ლექციაზე ხელით შევქვენით რაღაცა ჩრდილები და ბოლოს თქვით რომ რაღაცა გენერატორებიც არის ხო ჩრდილებისთვის.
რატომ? როცა მაგალითად აი მარტივი ჩრდილები პირდაპირ უკვე bootstrap-ში არის ჩაშენებული. აი დავწერთ ასე shadow. აი რაღაცა ჩრდილი გაუჩნდა. თუ მინდა ცოტა პატარა ჩრდილი, ნახეთ shadow small. რეალურად არ ჩანს, სადღაც საქაა, მაგრამ პატარა არის. shadow large-იც უფრო დიდი blurry აქვს ამ ყველაფერს. იყოს აი თუნდაც ეგ shadow. ნახოთ კიდევ რა არის. border-ი. მას ანუ border-საც გადავხედოთ ერთს ვიტყვი round-იც. აი ამრგვალებს ამას. არის კიდე rounded fill. rounded fill. ნუ ეს იგივე ოთხკუთხედია, ოღონდ აი მომრგვალებული წრეებით. გვაქვს border-ი, ოღონდ მოდი უკვე border-ის სხვა ელემენტს მივცეთ. მაგალითად class background primary უნდა გქონდეს ამას. text იყოს light-ი, white-იც არის თუ არ ვცდები, light-ი ცოტა სხვა ფერია, ზუსტად თეთრი არ არის. მივცეთ ამას ახლა padding 5. ასე padding 5. text-იც გავცენტროთ. text center დავუწეროთ ასე. კი ბატონო, და ამას შეგვიძლია მივცეთ border-იც. უბრალოდ თუ დავწეროთ border-ი, რაღაცა აი თუ გამოჩნდა ეგ რაღაცა default border-ი მიეცა. თუ გვინდა border-ის სისქე ვცვალოთ, border 1 2 3 4 5 და 5 იქნება ყველაზე დიდი. მაგ border-საც შეგვიძლია ფერი შევცვალოთ ზუსტად არ მახსოვს როგორ იყო border danger-ro დავწეროთ. კი ბატონო, აი ძალიან მარტივია უბრალოდ border და ფერიც მიუთითეთ. ისევ თუ არ გახსოვთ, გადადით დოკუმენტაციაში და მასე ნახეთ. და მოდი ერთი მაგალითიც ახლა განვიხილოთ, დავუშვათ სადღაც აი აქ მაგ რაღაცა box-ი და box-ში მაგ ორი ელემენტი, ერთი span-ი, რომელიც იქნება 1 რატომ ხნა ისე 3 კაი გავწიოთ ხელით იყოს span 1 ან start-ი დავარქვათ და მეორე იყოს span end-ი, ხო? და გვინდა ეგენი ერთ ხაზზე დავტოვოთ, ოღონდ სტარტი იყოს ერთ დასაწყისში, end-ი მეორე ბოლოში, ხო? მაგას ვაკეთებდით რითი? display flex-ით, ხო? მაგას ვაძლევდით display flex, მერე justify contents ვწერდით და ასე შემდეგ. რატომ? შეგვიძლია კი ბატონო დავწეროთ ცალკე CSS ფაილში, მაგრამ შეგვიძლია აქაც დავწეროთ, აი ესე d.flex. ნიშნავს flexbox. d.block-ი კი ბატონო, იქნება ბლოკი და d-ნანი ნიშნავს display none, რომ საერთოდ გააქვს, აი გაქრა ეგ ელემენტიც. ასე flex დავწერ. ახლა justify content-ი როგორ მოვიცეთ? დადგებით და დაწერთ justify content. ოღონდ ჩვენ აღარ დავწერთ აქ space betweens. უბრალოდ დავწერთ მხოლოდ ბოლო ნაწილს. betweens. მაგაცაც space evenly რო იყო, მაგაზე დაწერთ justify content evenly. ანუ მაგ space უკვე აღარ მიუთითებთ. justify content center ეგეც არის start-იც და ასე შემდეგ. ყველაფერი აქ არის. მაგა დავუშვათ. აი ცოტა დიდი იყოს აი ეს end-ი. მოდი მაგას background success მივცეთ. კი ბატონო. და padding-ი მივცეთ 5. ეგ ხო ცოტა დიდი გახდება. დავუშვათ გვინდა რომ ასეც გავასწოროთ, ხო? justify content-ით თუ დავწერთ ამაზეც დავწერთ align items centers. და ზოგი აი პატარა სტილების გაწერა აქ ბევრად მარტივია, ვიდრე ცალკე კლასში შეგვიქვთ და გაგვეწერა და ასე შემდეგ. და კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მაგალითი იქნება თუ აქ დავწეროთ ესე opacity. opacity გახსოვთ ხო, რომ CSS-ში იწერებოდა 0-დან 1-მდე. თუ ნახევრად გამჭვირვალე მინდა რომ იყოს, წერდი 0.5-ს. აქ ცოტა გამარტივებულია იქ, პროცენტებად არის გადაყვანილი, მაგალითად opacity 0 არის რომ გამჭვირვალე იყოს, opacity 100-იც ნიშნავს რომ სრულად ჩანდეს. ეგ იმას არ ნიშნავს მაგალითად ახლა 35 რო დაწერთ იმუშავებს, არა. ამას აქ წინასწარ ჩაწერილი რაღაცა კლასები 0, 25, 50, 75 და 100. ნუ ანალოგიურად ვიციც ასეა 0, 25, 50 და ასე შემდეგ. და დავუშვათ 50 მივცეთ და კი ბატონო ნახევრად გამჭვირვალე გახდება. და positioning-იც. აი ამას მაგალითად გავუწეროთ ახლა position relative და ამ ელემენტს მივცეთ position absolute. ხო? ამას ასევე გავუწერ მაგალითად bottom bulls და end, ანუ margin 0 და ჩვეულებრივად აქ დაჭდება. ახლა აქ რადგან ელემენტი ამოვარდა, იქ მაგიტომ მარცხნივ გაიწია, თორე აქაც რამე ელემენტი რო იყოს, ხო? დავუშვათ აი შევქნათ რაღაც.
span რაღაც start ხო ისევ დავწეროთ. კი ბატონო, ეს აქ იქნება, მაგრამ position absolute რომელსაც მივიცით, აქ იქნება და ამასაც აი 0-ს და ასე შემდეგ პროცენტებში ვუთითებ. აი end მოდი და 50 იყოს, ეს ნიშნავს 50%-ით. გასაგებია, ხო? ახლა ერთი რაღაცა. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აი bootstrap-ს რო ხომ, აუ ყველაფერი დავწეროთ აქეთ. ზოგი თუ ისეთი ელემენტი გაქვთ, რომელიც აი ხშირად მეორდება, არ დაწეროთ აი მაგალითად აი ესე ცალ-ცალკე რაღაცა კლასები, იმიტომ რომ HTML-ი გახდება მე რთული წასაკითხად. თუ დაუშვეთ აი ამ ელემენტის აი ეს custom-ად გაწერილი კლასები ხშირად მეორდება, მაგისთვის შექმნით ჩვეულებრივი კლასი და მე მივუწერეთ მაგალითად რაღაცა custom element, ან რაღაც გინდა დაარქვით ის კლასი, მაგრამ მარტივი ასეთი დავალებებისთვის კი ბატონო გამოიყენეთ. აბა ეგ თუ არ ჯერ გასაგები მითხარით? რაღაცაზე ხომ არ გავჩერდი კიდე. Okay, კარგია. შევხედოთ ახლა კიდევ რა გვაქვს და breakpoint-ები. დასაწყისში ვთქვი, რომ bootstrap-ი არის თავიდან ბოლომდე აგებული responsive-ობის გარშემო, ხო? ამისთვისაც აქ breakpoint-ები რო ჩავწეროთ breakpoints, აბა თუ მოვგდებს ასე. კი ბატონო, ნახეთ, ჩვენი ხელით რო ავწეროთ media query-ები, ამას უკვე ჩაშენებულია ყველაფერი. პირველი იწყება ტელეფონიდან, ანუ mobile first-ი არის, რომ 0 პიქსელიდან, 0 არცაც არ გვექნება, ხვდებით ხო? 0-დან 576 პიქსელამდე. ეგ არის XS-ი, ანუ extra small screen, ეგრე უწერიათ. მერე მოდის ამ ზომიდან 778-მდე small-ი, მერე medium-ი და ასე და ასე შემდეგ. თითოეულს აქვს აი თავისი keyword-ი, small-ი, medium-ი, ნუ XS აქვს XS-ი, მაგრამ თუ არაფერს არ მიუწერ ზომეში, მაგას გულისხმობს default-ად და ახლა მიხვდებით რაში. აი ამ ყველაფერს ახლა დავაკომენტარებ. არ გვინდა ეგ ჩვენ. კიდე რაღაც კომენტარები მაქვს. ოკეი, მაშინ წავშლი ამას არ გვინდა. ოკეი. და დავუშვათ, შევხვდეთ კიდევ ერთი ჩაშენებული ელემენტი, რომელიც არის კონტეინერი, და დავუწეროთ hello. რა შვება ახლა კონტეინერი? წინა ლექციაზე თუ გახსოვთ, სემინარზე უბრალოდ რო ზრდიდით ჩვენ ვებგვერდს, ხო, რაღაცა პერიოდის მერე header-იც, main-იც და footer-იც ჩერდებოდნენ, ხო? შუაში რჩებოდნენ, ვებგვერდი იზრდებოდა, მაგრამ მაგათ ჰქონდათ გაწერილი რაღაცა max ვიცი, ხო? კი ბატონო, ჩვენიც შეგვიძლია ყველაფერი გავწეროთ, მაგრამ bootstrap-ს ისევ და ისევ ყველაფერი ჩაშენებული აქვს. მოდი ახლა აქ ვნახოთ, container default-ი ეგ არის, small-იც, ნუ small-იც იდეაში default-ია, medium-ი, large-ი და XL-ი. თუ არ ვცდები, კიდე აქვს. ხო, XXL-იც აქვს კიდე. ოღონდ ეს გარეთ მიწერია და მაგითო მარჩანს. XXL-ი ვთქვი, ხო? ოკეი. ფერს მხოლოდ მივცევ ჯერ ამ პირველს, იყოს background primary და მინდა გაგებინოთ ახლა როგორ მუშაობს. უყურეთ? ტელეფონებზე ცოტა ცუდად ჩანს, გავოდიდებ ამას. ნუ იდეაში ჩანს თუ არა და მიხვდებით მე. ნახეთ, ტელეფონზე, ანუ აი ამ breakpoint-ამდე 576 პიქსელამდე, ხო? ბოლომდე არის გაწერილი ჩვეულებრივი display ბლოკივითაა. მაგრამ როგორც კი გასცდება ამას, ხო? ნახეთ, უკვე აღარ არის ბოლომდე გაწერილი, რაღაცა max ვიცია გაწერილი. მერე კიდევ შეიძლება, კიდევ და ასე შემდეგ. ანუ თითოეული ზომისთვის სხვადასხვანაირად გამოჩნდება და ბევრ შემთხვევაში კარგია. მაგალითად, აი წინა დავალებასაც რო გადავხედოთ ისევ სემინარს, ხო? მე ცალ-ცალკეს კი აღარ მიუწერდი ცალ-ცალკე HTML-ის ელემენტს max ვიცებს. არამედ მექნებოდა რაღაცა კონტეინერი, მაგ კონტეინერში დავწერი header-საც, მერე main-საც და footer-საც და ეგ ყველაფერი შემცირდებოდა კონტეინერთან ერთად. მაგრამ ახლა იტყვით, ნუ აი სხვა ელემენტები რისთვისაა, ხო? დავუშვათ ერთი შევქნათ ახლა background. ფერები მივცეთ ჯერ background success ესე მივცეთ კი ბატონო background danger იყოს background alert
background alert ხო წესით ამას რაღაცა ფერი აქვს და ნუ იყოს რაღაცა ფერები წარმოიდგინეთ რომ რაღაცა ფერი აქვს მიცემული არ მახსოვს უკვე მაგდენი ნახეთ როგორ მუშაობენ break point-ები აქვს ცოტა სხვანაირი აი კონტეინერებსაც თუ დავსერჩავ კონტეინერ ხო ნახეთ ჩვეულებრივ კონტეინერს როგორც ვთქვით აქვს აი ესე სათითაოდ max ვიცები მიცემული მაგრამ რაც უფრო დიდ კონტეინერს წერთ მით უფრო ადრე გახდებიან ისინი 100%-ები აი რომ დავაპატარავო ყველაფერი თუ დაპატარავდება ხო ამ break point-ზე კონტეინერ XXL პირველი იქნება ვინც გახდება 100% და სულ იქნება გაწერილი კიდევ რომ მივიდე შემდეგ break point-ამდე უკვე XL-იც გაჩერდება და ასე შემდეგ გასაგებია ხო მაგალითად თქვენ თუ ძალიან დიდი ინფორმაცია გაქვთ და აი სულ უნდა გაწერილი იყოს ვებგვერდი შეგიძლიათ გამოიყენოთ კონტეინერ large მაგრამ ხშირად მარტივი დავალებებისთვის ყველაზე კარგი არის კონტეინერი იმიტომ რომ ნუ ყოველ ჯერზე თანაბრად მცირდება და ბოლოს რაღაცა 100%-ზე იწერება რომ ტელეფონზე კარგად გამოჩნდეს კონტეინერების გარდა კიდე სად შეიძლება გამოვიყენოთ ეგ ყველაფერი სად და break point-ებს გულისხმობ აი დავუშვათ ერთ ჩვეულებრივ კონტეინერს შევქმნი containers და დავუშვათ კიდევ ერთი div მაგ div-ში მოცემული მაქვს ინფორმაცია აი წინა დავალების ფუთერიც რომ განვიხილოთ მან რა იყო რომ ტელეფონზე ფუთერში ინფორმაცია აი ესე დასტაკული ჩანდა მაგრამ დიდ ეკრანზე ეგ ყველაფერი უკვე სწორდებოდა ერთ ხაზზე ხო აი დავუშვათ ისე შევქმნი ფუტერს და ნახეთ რას ვიზავ ფუტერში იყოს დავუშვათ რაღაცა h1 ლოგო h1-ის მერე იყოს პარაგრაფი მაგალითად რაღაც hello world-ი და ნუ მეტი იდეაში არაფერი არ გვინდა. ხო, ტიპოგრაფიაზე ერთი რაღაცა გამომჩა. მოდი ეს ისევ გავთიშოთ რომ უკეთ გამოჩნდეს. ეს არის ჩვეულებრივი პარაგრაფი. პარაგრაფს რა თქმა უნდა შეგვიძლია მივიცეთ font size-ი და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ცოტა გამორჩეული პარაგრაფის დაწერა გინდათ, მიეცით აი ესე lead. ანუ lead-ი ცოტა მაგას გაზრდის ასოებს შორისაც დაუმატებს spacings და უფრო რაღაცა ლამაზი ტექსტი გამოჩნდება. ხშირად არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ აი lead მაგას ნიშნავს, რომ აი დასაწყისში თითქოს სათაურივით უნდა გამოჩნდეს და მერე პატარა სტილები უნდა გამოიყენო. ნუ არ აქვს ამას მნიშვნელობა. footer-ს ახლა რა ვქნათ, მივცეთ ფერიც უცებ, background dark-იც თუნდაც რომ მივცეთ და შიგნით ყველა, ნახეთ თან შავი არა, dark-ი bootstrap-ისთვის ცოტა სხვა არის. შავია თითქოს მან ცოტა სხვა ფერისაა. და ტექსტიც იყოს light-ი კი ბატონო, ასე გამოჩნდება ყველაფერი და ნახეთ. Default-ად ჩანდეს ასე, ანუ default-ად შეხო ტელეფონისას არის, ხო? დავწეროთ display block-ია, მაგრამ სადაც medium-ის მერე, აღარ მახსოვს medium-ი როდის ხდება, medium-ის მერე გახდეს display flex-ი. უყურეთ? ის ვეგზე რომ გადავიდე, აი ტელეფონზე ასეა, იზრდება და მერე ხდება display flex-ი. ხვდებით ხო, რისთვისაც გვჭირდება ახლა ეს break point-ები, არა მარტო კონტეინერისთვის, აი ბევრ ადგილას შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუნდაც აი რომ დავწერო, ტელეფონზე კონდეს პატარა padding-ი, მაგრამ ისევ medium-ის მერე გახდეს 5. ნახეთ. აქ პატარა padding-ია, აქ დიდია. ხვდებით? ბარემ გავალამაზოთ ეგ ყველაფერი. დავუწეროთ align items center და justify content between. საჩვეულებრივად იმუშავებს. ტელეფონზე რომ display block იქნება, ეგენი რა თქმა უნდა არ იმუშავებენ, ამიტომ ჩათვალებთ უბრალოდ იარსებებს. აი ამ break point-ებით უკვე შეგიძლიათ შვიდად ააგოთ responsive webგვერდი ისე რომ არ მოგიწიოთ რაც სათითაოდ CSS-ში შეცვლა. ისევ და ისევ. ეგიც დაგჭირდებათ, მაგრამ მარტივი დავალებებისთვის ეგიც არის საკმარისი. და აი ამ სტილებს რომ შევეშვათ, Bootstrap-ს უკვე აქვს მომზადებული უამრავი კომპონენტი. აი აქ რომ გადავიდეთ კომპონენტების სიაში, ნახეთ აკორდიონი, თუნდაც რომ ნახოთ, ხო? აი ესეთი ჩამოსაშლელი რაღაცა მენიუ არის. უკვე ანიმაციაა გაწერილი, არაფრის გაკეთება თქვენით არ მოგიწევთ. და ხშირ შემთხვევაში იცით რა ხდება? უბრალოდ გადახედავთ ამ სექციას, წაიკითხავთ. აქვე დაბლა ეწერება რაღაცა პარამეტრები, აი მაგალითად ეს არის აი ყოველთვის ღია, ნახეთ, რა ელემენტიც არ უნდა გავხსნა, სხვა არ დაიკეტება, მაგრამ default-ად, ხო? default-ად. ერთს თუ გავხსნით, წესით მეორე წინა უნდა დაიკეტოს, ხვდებით, ხო? უბრალოდ ამ ყველაფერს გადმოაკოპირებთ
და რა კონტენტიც გექნება შესაძლებელი, ხო? მაგას უბრალოდ შეცვლით. ეგ ყველაფერზე მოქმედებს. აი კარუსელის თუნდაც რო ავიღოთ, ხო? აი სურათების კარუსელი, ეგრე ქვია. დესკტოპზე შეგიძლიათ ასე ღილაკებით ცვალოთ, მაგრამ ტელეფონზეც თუ გადახვალთ, ხო? უკვე ნახეთ, სვაიპითაც უნდა შეიცვალოს. ახლა რატომღაც ისვაიპება მთლიანი ჩემი ვებგვერდი. შეიძლება დევ მოუჩირო ვარ მასე, მაგრამ ტელეფონზეც ერთ სიტყვით მუშაობს ეგ. და ასე შემდეგ. ერთ-ერთიც ბარემ გავარჩიოთ, აი თუნდაც ნაუბარი, ნახეთ? აი ერთ ნაუბარს წამოვიღებ კიდეც და ჩვენთან გავტესტოთ. აი ესე განმოვაკოპირებ. ზედმეტი არაფერი არ გვინდა. აჰა, ასე. CSS-ში. კი ბატონო, ნაუბარი ჩაჯდა. ახლა აი დაუშვათ ამისი ფერი არ მომწონს, ხო? აი ესე რომ გადავიდეთ ნაუბარ სად არის? აი background body territory. დაუშვათ მივცეთ danger-ი, ხო? ან primary, ხო? აი ესე მარტივად შეიცვალა, იცი? primary. რატომ არ შეიცვალა background? ასე? ხო, ასე. თუ რამე ისევ აქ გადახედავთ რამე პარამეტრებს და უყურეთ რესპონსიულია. და რას გულისხმობ რესპონსიულობაში? default-ად შეიძლება აი ასე ჩასნახეთ, ლინკები არის აქ გაწერილი და აქ რაღაცა search bar-ია და კიდევ რაღაცა ღილაკი, ხო? მოდით ფერი მაინც დავაბრუნოთ, რომ კარგად გამოჩნდეს. ასე. ლინკებიცა, search-იცა და ასე შემდეგ. მაგრამ რო პატარავდება, აქ თავში ჩდება სამი ხაზი, უკვე ჩამოსაშლელიც გაკეთებული, ყველაფერი არის გაკეთებული ჩვენს მაგივრად. შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ თუ რაღაცა თქვენ ვებგვერდს აწყობთ თქვენი დიზაინით, ამას ვერ გამოიყენეთ, იმიტომ რომ bootstrap-ი მხოლოდ თავის დიზაინს გაძლევთ. ეგაა ცუდი რა, რაღაც მხრივ bootstrap-ის. კარგი. ნაუბარის გარდა კიდევ ერთ-ერთი, რომელსაც აი ძალიან ხშირად ვიყენებთ, ეს არის ბათანი. აი ჩვეულებრივი ბათანი რო შევქნა, აი button type ბათანი, ხო? click me მაგალითად რო ეწეროს. ნახეთ, ძალიან მახინჯია. მაგას border-ი უნდა მოუხსნათ, background color-ი უნდა მოუხსნათ, ტექსტი შევწოთ და ასე შემდეგ. როცა შეგვიძლია დავუდგეთ ასე კლასი მივცეთ button, უკვე ნახეთ, აი რაღაცა სტილი მიეცა ასე. და აქ იქნება button primary, ანუ ერთი აუცილებლად უნდა მისცეთ, რომ გააგებინოთ bootstrap-ს, რომ ეს არის button. დანარჩენს უბრალოდ მიწერთ მაგის სტილებს. მან არის თუ არსებობ კიდე outline ეგრე უნდა ერქვას. კი ბატონო, outline-ი ესეთია. შეგიძლიათ დიზაინი შეცვალოთ და ასე შემდეგ. გადახვალთ აქ და ამ ყველაფერს დასერჩევთ. აი ესეთი ვებგვერდის საწყობაც, აი ძალიან მარტივია. ახლა მაგ გადმოწერილი ამისი ფაილები, ზუსტად იგივეს არ ავაწყობ. უბრალოდ განახებთ ძალიან მარტივს იმიჯებს. გადმოვაგდებ აქ. ეს არის ერთ-ერთი სემინარის დავალება. ისე და ისე თავიდან ბოლომდე ამ ყველაფერს არ გადმოვაკოპირებ. უბრალოდ წამოვიღებ ამას. bootstrap-ს აქ უკვე აი ესეთი დავალებებისთვის პირდაპირ card სტილის მომზადებული card-ი რა შვება, რაც და borders აძლევს ამას და კიდე box shadows, აი ერთი რო შევხედოთ card-საც, ხო? ნახეთ, card. აი პირდაპირ ესეთი სტილია მომზადებული. card image-ი არის, მე card body, footer-იც აქვს, აი დავუშვათ ნახეთ, card-ის ლინკებიც footer-ის სად არის, ერთი მინდა განახოთ. სადაც აქვს, აი card-ის footer-ი ცოტა სხვანაირი ფერი აქვს და headers-ს სხვა ფერი აქვს და ასე შემდეგ. ეგ სტილები დიდად ჯერ არ მჭირდება, ამიტომ უბრალოდ შევაგდებ სურათს, აი იმიჯებში გადავალ და დავამატებ ამ სურათს. უცებ აი აქ inline-ად სტილი მიუწეროთ, რომ max width იყოს დავუშვათ 20 რემი. აბა ვნახოთ რა გამოვა ამისგან. კი ბატონო. და დანარჩენი რა გვინდა ახლა? ფერიც აი ამ cards შეგვიძლია რაღაცა მივცეთ. მაგრამ სიმარტივისთვის მივცეთ background primary, რომ ვითომ ლურჯია და ლურჯის მსგავსი რო იყოს. ამას რო დავაკვირდით, ნახეთ, დაშორება გვაქვს ყველა მხრიდან ერთნაირი, ხო? ანუ padding-ი. დავდგები და დავწერ ესე, padding sums. მე რაღაცა დაშორება შეიქმნა. რომ მომრგვალებული იყოს, ნახეთ, თვითონ card-მა მოამრგვალა ეგ ყველაფერი, მაგრამ მაინც ჩემითა ჩემიზე დავწერ ესე rounded და შეიძლება შევცვალოთ ეგ სტილები და ასე შემდეგ. აი სურათს შევცვალოთ radius-ი, ხო? class rounded. ესეც მომრგვალდა, ნუ პატარაზე მომრგვალდა, ვერ ხედავთ, მაგრამ ოკეი. დაბლა არის h1, ხო? დავწერ ეს h1, კლასი იყოს text light-ი, ასე. zoom ტექსტი ჩაუწევ, ჯერ რაღაცა არ გვინდა, ზუსტად გადმოკოპირება. შეგვიძლია ჯერ დავაშოროთ ზემოდან, ხო? დაშორება ზემოდან იყო margin top-ი 3 დავუშვათ. კი ბატონო,
ფერით შემიძლია ზომად შევცვალო ესე font size, თუნდაც 2, რომ ცოტა დავაპატარავო და ასე შემდეგ. პარაგრაფის დაბლა რო იყოს. პარაგრაფზე ვნახეთ, რომ გვაქვს ერთი კარგი კლასი lead, ცოტა რომ გაადიდოს, კაკრა ზუსტად როგორც აქ არის, რაღაცა იყოს lorem 15. 15 ბევრია, მოდი 10 გავხადოთ. lorem 9. ოკეი, კი ბატონო, ასეა. და ბოლოს ნახეთ, აქ ხო display flex ვიყენებდით. აქაც დავდგები და შევქმნი რაღაცა divs, მივცემ ასე class the flex, მერე რომ გაწელოს იქით აქეთ, როგორ თქვით, justify content between, ასეც რომ გაასწოროს align items center, ეს დადგება და მოდით ახლა შიგნითა ნუ კონტენტი ჩავწეროთ ერთ-ერთი დაგვრჩა. მარცხენა ნაწილი რაღაცა ხო div უნდა იყოს. აი ეს ხო რაღაც საერთო იყო, როგორც წინაზე გავაკეთეთ, ამიტომ აღარ ხსნი ისე დეტალურად გაკეთებული ვაკეთე ყველაფერი. ჩავაგდოთ აქ ეგ სურათი, ეგ იყოს ეთერიუმი და მე აქ სპანად მიუწეროთ, ნუ რაც არის 0.041 ეთერიუმი და მეორე divი კიდევ ერთი შვილი, ისევ ერთი სურათი, ასე იმიჯები, clock და ისევ სპანი დაუშვათ 3 days left. ამაცაც შეგვიძლია მივცეთ ახლა რაღაცა სტილები, ნახეთ, რა ვქნათ. ეს კი ბატონო ლურჯია, მეტი სხვა ფერის მიცემა არ გვინდა, ესენი გავასწოროთ, ხო, ერთ ხაზზე არ დგანან. ამიტომ ამაცაც გავუწერე ასე display flex, ისევ align items centers და დაშვება გაიწერება gap-ით. ეგ სტილი რადგან ბევრ ადგილას მეორდება, აი ასე რომ სათითაოდ ისე ხელით მიუწეროთ, თვალ კარგი არა, ამიტომაც ამათვის დავდგებოდი და რაღაცა საერთო კლასი შევქმნიდი, რომ აქაც და აქაც გამომეყენებინა ერთი და იგივე სტილები, მაგრამ ნუ იდეას მივხვდით, ხო? და ბევრი მეტი აღარ გვინდა არაფერი, ერთი ფუტერით შევქმნათ ბოლოს, ხო? და ფუტერში არის დამატებული რაღაცა ეს სურათი, ხო? იყოს კიდევ ერთი იმიჯი, ამ იმიჯს ახლა მივუწეროთ source images, აქ ჩვენ გვინდა image ავატარი, თავიდან ცოტა დიდი იქნება. ნუ შეგვიძლია ან width 25% მივცეთ, ან მოდი ისევ inline-ად მივცეთ width 3 rem-ი. კი ბატონო, და ნახეთ როგორ რაღაცა border-ი ხო აქვს ამას გარშემო, ხო? დავწერეთ ასე class border 3 რო იყოს დაუშვათ. მოდი ჯერ border-ი მივუწეროთ. ჯერ რო ვქმნით borders და მერე ვაძლევთ border-ის სტილებს. ასე შეიქმნა და rounded, ანუ მომრგვალება border radius-ი იყოს circle. ეგეთი რაღაცა აქვს, რომ მოალგორალს. ანუ ნახეთ ხო, რამდენად მარტივად აიწყო. კი ზუსტად იგივე რომ მივიღო, ისევე სტილები ცალკე დამჭირდება და ასე შემდეგ, მაგრამ ელემენტარული რაღაცებიც შემიძლია ამ ყველაფრით ავაწყო. აბა ჯერ მითხარით რამე გაუგებარი ხომ არა. ნუ მე ძირითადად რატომ ვიყენებდი Bootstrap-ს, აი მაგალითად რომ ვაწყობდი JavaScript-ის პროექტებს, აი ძალიან არ მაინტერესებდა მე CSS-ი და დიზაინი, მინდა და უბრალოდ ლამაზად ინფორმაციის გამოტანა. მაგიტომ ვიყენებდი ამას. მე რო Angular-ზე გადავედი და უკვე დიდი პროექტების აწყობა დავიწყე, ხო? მანდაც იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჯერ ლოგიკის გაწერა, რომ ვიყენებდით Angular materials, ისიც მსგავსი რაღაცა, თავისი კომპონენტები აქვს მზად, ამიტომ თქვენც ადრე თუ გვიან Bootstrap-ის თუ არა, სხვა რაღაცის გამოყენება მოგიწევთ. ამიტომ უბრალოდ გაიგეთ ამისი პრინციპი. კარგით. და იდეაში ძალიან ცოტა დაგვჭა ასახსნელი ახლა. ერთადერთი მინდა აგიხსნათ აი ეს, უბრალოდ პრევიუზე გადავრთო. გრიდები. ეს ის გრიდი არა, რაც წინაზე ავაწყეთ. ეს არის თვითონ WebGuard-ის გრიდი. დიზაინერული პატერნი არის. ზოგი იყენებს 12 სვეტიან გრიდს, ზოგი 8-იანს, 6-იანს, 4-იანს და ასე შემდეგ. Bootstrap-ი იყენებს 12 სვეტიან გრიდს და რა არის ეგ? ჩვენ იუზერები ამ გრიდებს ვერ ვხედავთ. ეგ სჭირდება დიზაინერებს, რომ რაღაცა საერთო სტრუქტურა შექმნან, რომ ერთი რაღაცა აქ არა იგდოს, მეორე რაღაცა აქ, ყველაფერი რაღაცა ჩაციკწიკებული და ლამაზად იყოს. აი თუნდაც ნახეთ, ლოგო და ეს კარდი ერთ ზოლში არიან.
ესენიც თანაბრად არიან დაყოფილნი და ამ გრიდებში დგანან. ნუ არ არის აუცილებელი ზოგჯერ რომ ესე თავიდან ბოლომდე ფარავდეს, მაგრამ ნახეთ, ტექსტი მაინც ერთი გრიდიდან იწყება, ერთი კოლუმნიდან, ესეც ერთი კოლუმნიდან, ესეც და სურათებიც ასე არიან ჩასმული. ჩვენ ეგ ნაკლებად გვჭირდება პროგრამისტებს, თუმცა Bootstrap-ი მაინც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რესპონსიულობა აი მარტივად გამოვიყენოთ და რას გულისხმობ მაგაში, ნახეთ. ამას წავშლი ისევ. და წარმოიდგინეთ აი ესეთი დავალება, რომ გინდათ შექმნათ კარდი, აი თუნდაც აი მაგ უკვე Figma-ში შექმნით. აი წარმოიდგინეთ აი ეს ორი სვეტი, რომ ტელეფონის ვერსიაზე ორი კოლუმნი არის ასე, პატარა. მერე ტაბლეტზე ეს ორი კოლუმნი უფრო იზრდება და ან ნახეთ, თუ აქ არის 4 ტაბლეტზე აქ უკვე ორ-ორად იყოფა და შეიძლება ტელეფონზე უკვე ერთიანიც ხდება. ხვდებით, ხო? მაგას ადრე როგორ ვაკეთებდით, როგორ და media query-ით ვცვლიდით max width-ებს, ან grid-ით ვცვლიდით, ხო? Grids რო უწერდით template columns, რო ჯერ ვეუბნებოდით, რომ 4 ერთნაირი კოლუმნი უნდა გქონდეს, მერე 2 ერთნაირი კოლუმნი, მერე საერთოდ 1 კოლუმნი რო უნდა გქონდეს. მაგრამ Bootstrap-ით ამის გაკეთება უფრო მარტივადაც შეგვიძლია. უბრალოდ რა შევით, ჯერ შევქმნათ ერთი კონტეინერი და კონტეინერის შიგნით რომ გამოვიყენოთ აი ეს grid-ი სტრუქტურა, უნდა შევქმნათ row. ანუ ერთი სტრიქონი. ნახეთ, row-ში თითოეული ელემენტი არის პირდაპირ column-ი, ან თითოეული ეგ სვეტი, აი ესე რომ დავწერთ 1 2 3 4 2 3 და 4. ამათ მივცეთ ახლა ბორდერებიც და padding-ებიც. ან მოდი ფერი მივცეთ ბორდერის მაგალითად background, primary და padding 3 იყოს ყველა მხრიდან. შევხედოთ, ნახეთ, მოდი ტექსტიც თეთრი დავწეროთ light სილამაზისთვის. ასე და ასე. ნახეთ როგორი რაღაცა არის. რადგან 4 ცალი ეგრე შევქვენი, კი ბატონო, ეს 4 ერთნაირი შეიქმნა, როგორც აი დაგვიწერა 1 f არის, ხო, 1 fraction-ი თითოეულისთვის. მაგრამ ჩვენ როგორ ვთქვით, რომ ტელეფონზე გვინდა რომ თავიდან ბოლომდე, ანუ ერთ სტრიქონს იკავებდეს. ამიტომ ნახეთ რას იზევთ. ჯერ ხო mobile first-ი არის, ჯერ ხო ტელეფონიდან ვიწყებთ. წერთ რომ დასაწყისში თითოეული ელემენტი იკავებდეს 12-ვე სვეტს. ამიტომ ნახოთ რომ თითოეული ელემენტი ასე არის გამოყვანილი. ნუ შეგვიძლია ესე დავწეროთ, ეს gap-ი არის, რომ ესე დავაშოროთ ერთმანეთისგან რა. მოდი 3 დავწეროთ სილამაზისთვის. მაგრამ მერე დაწერთ ესეთ რაღაცას, რომ მაგალითად medium-ის მერე column-medium- იყოს რამდენი? მოდი medium-ი არა, small-ი დავწეროთ, ჯერ რომ დაიყოს 2 ნაწილად. 2 ნაწილი იქნება თითოეულმა დაიკავოს 6 სვეტი. ნახეთ? 6 და column მაგალითად large-ის მერე თითოეულმა დაიკავოს 4-ვე ხო გვინდა რომ დაიკავს 12 რო გავყოთ 4-ზე 3-ია. იქნება ასე. Inspect-ში რო გადავიდეთ, ნახეთ, default-ად აი ტელეფონზე არის 12-ვე გაწერილი, მერე რა გვიწერია ჩვენ column small 6, ხო? Small breakpoint-ის მერე გახდება თითოეული 6 და მერე large-ზე ეგ გახდება 4 და ასე შემდეგ. ამით აი რა სტრუქტურის აგებაც გინდათ, იმ სტრუქტურის აგებასაც მერე შეძლებთ. დაუშვათ, ცოტა აი კომპლექსური გვინდა. ერთ row-ს რო დავწერთ, არ არის აუცილებელი რომ ყველა ერთ row-ში დავწეროთ. თუ გვინდა დაუშვათ სულ სხვა ლოგიკის გაწერა, აი მაგალითად რას გულისხმობ მაგაში, იცით? ნახეთ. ეს რაც აქ არის გაწერილი, ეს არის ერთი row. კი ბატონო, რო პატარავდება ერთ ხაზზე უკვე აღარ დგანან, მაგრამ ჯამში ერთი ლოგიკის არიან, ერთი სტრუქტურა არის რაღაცა. ეს მაგალითად სხვა უკვე დაბლითა row. ეგ უკვე ცალკე რაღაცა სექციასავით არის. ესეც ცალკე სექცია. ამიტომ ჩათვლით სექციებად უნდა დავყოთ. თუ გინდათ აი ესენი გახადოთ რესპონსიულები, ხო? ეგენი ჩაარსვით ერთ row-ში. მაგრამ თუ აკეთებთ აი დაბლითას მაგალითად ამას, ეგ უნდა უკვე იყოს ჩასული სხვა row-ში. ამიტომ ნახეთ, აქაც ერთ row-ს შევქმნი. მოდი ამას დავუწეროთ margin bottom-ი 5 რო დავაშოროთ, ხო? და აქ იყოს მხოლოდ 2 ელემენტი. column-ი, აი ესე 2 ცალი column-ი იყოს. ასე. და რა გავუწეროთ, ნახეთ, პირველი იკავებდეს 4 სვეტს და მეორე 8-ს.
ეს იყოს gap 5 ამაზე და ფერიც უბრალოდ ფერი მივცეთ და ვაიმე ასე background primary padding 5 მეტი არაფერი არ გვინდა ნახეთ ну ტექსტიც არ გვიწერი 1 5 და 6 ხო 5 და 6 ანუ ეს არის 5-იანი აი ხაზიც ჩანს და ეს ყველაფერი არის 6-იანი შეგვიძლია ისევ დავწეროთ default-ად ანუ ესე column იყოს 12 მერე მაგალითად small-ის მერე დაიყოს 2 ნაწილად და large-ზე უკვე ესე დავწეროთ large-ზე მიიღოს უკვე თავისი ნამდვილი ფორმა როგორც უნდა ყოფილიყო რომ ერთი დიდი ერთი პატარა ცოტა ცუდად ჩანს ამიტომ ისევ აქ მომიწევს text light-ის დაწერა და ბარემ გავცენტროთ text center დავასეივოთ ესე დავუბრუნო ესე დაწერა text light და text center უნდა იყოს ასე so ნახეთ default-ად ტელეფონზე ბოლომდეა გაწელილი აქ კიდე მე ესე იზრდება აქ ჯერ ორი ერთნაირია და მე უკვე ეს ხდება 4 ეს 8 რა ესეთი layout-ის დაწერას გინდათ შეძლებთ რა აი თუნდაც ჩვენ ვებგვერდზე გადახედოთ ეს ნაწილიც შეგიძლიათ ესე გრიდებად გააკეთოთ ესეც რაღაცა breakpoint-ზე თითოეული დაწეროთ რომ იყოს 6 მაგრამ რომ გააზრდით ხო აი მოდი გავზარდოთ ეს აბა წესით უნდა შეიცვალოს ეგეც კი ბატონო ნახეთ რაღაც პროექტზე მომენტზე უკვე სხვა არის უწერიათ რა 4 და ასე შემდეგ ეს bootstrap-ით არაა გაწყობილი მაგრამ bootstrap-ით რომ მოგვინდეს მასე ავაწყობდით წესით ძალიან რომ დავაპატარებთ კი ბატონო იგივე რაც column 12 რო ყოფილიყო მეტი bootstrap-ზე მართლა ესე მნიშვნელოვანი ასახსნელი არაფერი არაა ყველაფერს ვერც ავხსნი იმიტომ რომ ძალიან დიდია და თქვენი თუნდა გადახედოთ აი ამ დოკუმენტაციას რო გადავხედოთ თავიდან რა გავაკეთეთ ის იყო რომ ტიპოგრაფია ანუ font size-ები ქონდა display 1 ქონდა lead ქონდა თავისი ფერები აქვს ფერს მისცემთ ესე text მაგათად primary to background primary-ით თქვენზე დამოკიდებული და task-ზე შეგვიძლია მივცეთ display-ც აქვე position-ებიც display flex რო ვაძლევთ ის justify content-იც align item-იც ყველაფერი აქ არის და ბოლოს სანამ გრიდები გამიხილოთ ნახეთ რომ ჩაშენებული ესე კომპონენტებიც აქვს და აი უამრავია და რო გადახედოთ აი თუნდაც აი მოდალი ნახეთ აი ესე მოდალი რო ნახოთ სად არის აი შეგიძლიათ დაკეტოთ გახსნათ ნუ ეხა ეგ არ მუშაობს აქ მაგრამ რო გადმოიტანოთ ყველაფერი იმუშავებს launch demo model კი ბატონო აი ესე მოდალიც გამოჩნდა ნაუბარსაც აქვს აი უამრავი სტილები მაგალითად აი შეგვიძლია ესეთი ნაუბარიც ავაწყოთ რომ საიდანაც გამოვიდეს ან ჩაიშალოს გადახედეთ ამ ყველაფერს სათითაოდ კიდე აი რა არის სპინერებიც არის აი რო იტვირთება რომ აი ესე აჩვენებდეს და ასე და ასე შემდეგ და დაიმახსოვრეთ უბრალოდ ერთი პრინციპის გაგება გინდათ თუ bootstrap-ს არ გამოიყენებთ, სხვა რაღაცას გამოიყენებთ და ისიც დაიმახსოვრეთ, რომ bootstrap-ი მუშაობს SCSS-ზე. მე სემინარზე ვნახავთ, რომ SCSS-ის გამოყენებით შევძლებთ bootstrap-ის სტილების შეცვლას. ხომ არ გაქვთ რამე შეკითხვები? თუ არ გაქვთ, მაშინ ჯერ გავაჩერებ ამას.